სიტყვა გენდერი საიდან მოდის და რა შუაშია საერთოდ ამ ყველაფერთან? აი, სქესის ამბავი უფრო გასაგებია. სქესსა და გენდერს შორის რა განსხვავებაა? კითხვები ბევრია. ბაია პატარაა როგორ ფიქრობ? გენდერი ბაია პატარაა მოიგონა. კაცი რო ხარ? კაცი უნდა იყო. მე რომ აცია ახლა მოკლე კაბა. ცხელა რა. მოკლე კაბიანების კანონი ხო არ არსებობს? ქალი თხოვდება. ერთი ადამიანი მეორეს ასე ვთქვათ ათხოვებს რაღაცას. ხო, ეგ იმიტომ რომ მემკვიდრეობას არ აძლევს. არა, ჩასწებული კაი არის ხო? ой, ხა, ოჯახი აქვს კაცო, მაგრამ და ხო არ დავამბობ. რა ხდება სახლებში? ანუ რა ხდება ოჯახებში? ხალი შეიძლება მოკლან იმის გამო, რომ რაღაცა ვალი არ დააბრუნა და ეს ხალი შეიძლება მოკლან იმის გამო, რომ მეორეჯერ გათხოვდა. იყო ხოლმე დისკუსიები იმაზე, საერთოდ გქონდა თუ არა ქალს სული? ზიანი ორგაზმის დროს ხო არ მიაყენია? ხო არ მოგეწონა, ამას ეკითხებიან და 1000 სიგიჟეებს. ქალებს არ უჯერებენ. ინტრიგანი. ხო არ ტყვი? ტყვი. ყველა კარგად ხვდება საბოლოო ჯამში, ქალი როდის არის თანახმა ურთიერთობაზე და როდის არ არის. უფლება აქვს, რომ შუა აქტის დროსაც გადაიფიქროს. ეს არის მკვლელობა გენდერული ნიშნები. ქალებს კლავენ ცუდი ქალობისთვის. ჩვენთან აკრძალეს, ანუ ეგეც კი აკრძალეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ვხედავთ საოცარ რეგრესს და უკანსვლას. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ხალებს აძლევენ არსა შთაგონებას, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის? რა თქმა უნდა, ისევ სხვა ქალები. მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ თავისუფალი მაგიდის მერვე ეპიზოდის ჩაწერას. ჩვენი პოდკასტების ყურება შეგიძლიათ ყოველ პარასკევს 22 საათზე YouTube არხზე მისმინე, ხოლო ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ქალთა თანასწორობის საკითხები საქართველოში, ხოლო ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე სასაუბროთ, მე მგონი იოლად გამოიცნობთ, ვინც იქნება, ბაია პატარაია, რომელიც სახელიც რაღაც ასოცირებულია იმასთან, რომ აი ქალს თუ პრობლემა აქვს, რაიმე სახის ჩაგვრის, ძალადობის, თანასწორობის დარღვევის პირველი რაღაც ყველას ბაია ახსენდება. ხო და მოკეთ ბაიასთან ერთად ვისაუბრებთ დღეს ქალთა თანასწორობის საკითხებზე, მე და საბა. მანამდე სანამ უშუალოდ გადავალთ ბაიასთან სასაუბროთ, ტრადიციულ რიტუალს ჩავატარებთ ჩვენი ღვინის შესახებ. მადლობა ბაია, რომ ჩვენთან ერთად ხარ დღეს. და მე ტრადიციულად რა ღვინო გვაქვს? ხო, ესე იგი დღეს თქვენი მისია ეგეთი იქნება. პირველი დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ეცადოთ გამოიცნოთ იქნებ რეგიონი და ყურძნის ჯიში, ფერსიულად გამოიცნობთ. მე გზადაგზა უკვე შეფასებებზეც გადავიდეთ რა არომატები იქნება შიგნით, რამდენად ასაკოვანია ღვინო თქვენი აზრით და რა თქმა უნდა მთავარია როგორ შეაფასებთ, მე ბოლოში ვნახოთ რა ღვინო. მოგეთ მე ქალთა საკითხებზე საუბართ ტელეფონით გადავწყვეტე. აჰა, კი. აი ბაიასაც ძალიან კარგი პროფილი სურათი ჰქონდა, არ ვიცი ხაც გაქვს თუ არა Facebook-ზე, აი მარტო ეს წითელი პომადა რო ჩანს რა, რაღაცნაირი ეს ვინ გააკეთა არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგია რა. ბაიას გამოხატავს მე მგონი თავიდან ბოლომდე. ავტორი და ნუ თინა გენიალური ხატვარია და კარგად გამოხატავს. ოკეი. მოგეთ დავიწყოთ. მოგეთ რატო გვინდოდა ამ თემებზე საუბრის დაწყება, ხო, რატო დავპატიშეთ ბაია? რატომ მოვიწვიეთ ჩვენთან? იმიტომ რომ ძალიან ხშირად საზოგადოებაში ერთ-ერთი გამხლეტი თემა, სადისკუსიო თემა, რაზეც აი რაღაც მათ შორის ვიტყოდი, რომ პარაზიტირდება გარკვეული მოძრაობები თუ პოლიტიკოსები, არის სწორედ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხი. რა თითქოს ისე ძალიან ბუნებრივია და სიტყვით თითქმის ყველათან ხვდება, რომ კი კაცი და ქალი თანასწორი უნდა იყოს, მაგრამ და აი მაგრამის მერე იწყება ხოლმე მთელი თავის ტკივილები, ხო? მათ შორის ეს არის წარსულის გააზრება, აწმყო შეფასება თუ მომავლის ხედვის არსებობა და მოდი დავიწყოთ საუბარი მოკლედ ქალთა მოძრაობის ისტორიით. ეხლა ამაზე შეგვიძლია სხვადასხვა ფრთად ვისაუბროთ, როგორ მოვედით დღევანდელობამდე, მათ შორის საერთაშორისო აღიარებებზეც ვისაუბროთ, მათ გავლენაზე, საქართველოში არსებულ მდგომარეობას და კანონმდებლობაზე და მერე დღეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს და მათ გაჯაჭვის გზებზე. ხო, რატო არის ეხლა, რატო გადავწყვიტეს ეს არსაიდან, ხო, საუბარი რეალურად ეხლა არის ძალიან აქტუალური, ეგრე მგონია. პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ
16 სხვადასხვა საკანონმდებლო პაკეტს შორის, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული ეხანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიეღო კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ერთ-ერთი, რომელზეც ბევრი ლაპარაკი არის ხოლმე, არის სიტყვა გენდერის ამოღება მთლიანად ყველა საკანონმდებლო აქტიდან, სადაც ის ეწერა აქამდე და ამაზე ხო რაში გვჭირდება საერთოდ ეს ტერმინი, საიდან მოვიდა, ეგ იქნება კარგი სალაპარაკო და ასევე იმაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს კონკრეტული გამოვლენებები რაც არის, რასაც შენ ამბობ რა, ქალებსა და კაცებს შორის დავების იქნება ეგ თუნდაც პენსიები შეიძლება იყოს, ჯარის ამბავი შეიძლება იყოს, რაღაცა ქალები უფრო მეტი ხართ უნივერსიტეტებში და უფრო მეტი იღებს და მაინც კვოტირებები რატო გჭირდება და ასე ბევრი რაღაც შეიძლება იყოს და გენდერული როლებიც იდეაში. სიტყვა გენდერი საიდან მოდის და რა შუაშია საერთოდ ამ ყველაფერთან და საიდან მოვიდა და გჭირდება თუ არა საერთოდ კოდექსებში. ხო კითხვები ბევრია, მაგრამ ესეთი ლეგიტიმური რეალობაში არსებული კითხვებია ეს კითხვები. ქალთა ბრძოლა ალბათ ძალიან ძველია და ქალები სულ იბრძოდნენ, ან სულ ცდილობდნენ თანასწორობისთვის ბრძოლას, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან და იქაც რაღაცნაირად იჩაგრებოდნენ, იმიტომ რომ ანტიკური ფილოსოფოსებიც კი, რომლებიც იყვნენ ქალები, ან პოეტები, რომლებიც იყვნენ ქალები, თუნდაც საფო მათი ნაწარმოებები, მათი ნაშრომები პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი და ძალიან ალაგ-ალაგ და გაელვებით გვხვდება, თუმცა ვიცით რომ იყვნენ ძალიან ჭკვიანები, მასწავლებლები იყვნენ, ფილოსოფოსების მასწავლებლებიც კი იყვნენ, მაგრამ ნუ აი არ შემოგრჩა და რაღაცნაირად არ მოვიდა ჩვენამდე. ბევრი საინტერესო ტექსტი არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია რომ ქალები ისტორიიდან ქრებოდნენ. ისინი იყვნენ, მნიშვნელოვანი ფიგურებიც იყვნენ, მაგრამ როგორც წესი, აი სიტყვა history რაც ინგლისურად არის, მისი კაცის ისტორია, his story. და არსებობს ესეთი სიტყვა, როგორც არის her story. რომელიც ქალის ისტორიას გულისხმობს და ქალების ისტორიები პრაქტიკულად არის უთქმელი და დავიწყებული. ოღონდ ეს ისტორია მოდის ბერძნულიდან და სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ეს თქვენ გადაათამაშეთ, რომ ქალების როლი წარმოგეჩინათ კარგად, ესე იგი, ისტორიაში. ხო, აი ეს უშუალოდ ინგლისური ენიდან თუ შევხედავთ, ესე იკითხება his story, მისი story და მე აიყო ხოლმე რომ her story სად არის. არა როგორც სიტყვა, არამედ უბრალოდ სად არის ქალების ისტორიები, რატო გაქრა ეს ისტორიები და რატო ვიცით ძალიან ცოტა. ნუ ეს რა თქმა უნდა, ქალის დაქვემდებარების როლი, ნუ საუკუნეების განმავლობაში ყველაზე კარგად მოაზროვნე კაცებიც ისინი ფიქრობდნენ რომ ქალის უბრალოდ არ შეეძლოთ აზროვნება, ან არ შეეძლოთ სათანადოდ კარგად აზროვნება. იყო ხოლმე დისკუსიები იმაზე, საერთოდ გონდა თუ არა ქალს სული და ასე შემდეგ და ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა ეს. შესაბამისად არავინ საჭირო არ თვლიდა რომ ქალებს განათლება მიეღოთ. და ნუ ძალიან ბევრი ბარიერი არსებობდა. და ნუ ენაშიც ბარიერები, მაგრამ ჩვენთან არა ქართულში ახლა არ არის, მაგრამ ეს ენაში ბარიერებიც ამის გაყოფა ქალი და კაცი რო სხვადასხვანაირად არის სქესის მიხედვით ენებში. იქითაც მარტო გათხოვება ჩვენ ენაშიც არის. არა, მეგულისხმობ სქესი რო არ არის. კი, ვიცი, მივხვდი რასაც გულისხმობ, მაგრამ ენამ შეიძლება ეს სქესი არ ცნობდეს ენა. მაგრამ ენა ძალიან ბევრი რამის მატარებელია და მაგალითად ხო ეს სიტყვა ხო ანუ კაცი ხო არ თხოვდება კაცი ქორწინდება ხო ანუ ოჯახდება და ცოლი მოყავს და ასე შემდეგ მოყავს ქალი თხოვდება და ეს სიტყვა თვითონ შინაარს რას ნიშნავს რომ რაღაცა რაც ნივთებს მიემართება თხოვება ხო მაგრამ ხო არ ერთი ადამიანი მეორეს ასე ვთქვათ ათხოვებს რაღაცას ხო აი კი ოღონდ ეგ იმასთანაც არის ალბათ დაკავშირებული ეხლა ფიქრობ ამაზე მანამდე არ ვფიქრია რომ ქალი მამის ოჯახიდან დედის ოჯახიდან მიდის და სახდება ქმრის ოჯახში. ეგ იმიტომ რომ მემკვიდრეობას არ აძლევდნენ. ხო, მათ შორის და ანუ ცოლი მოყავს. ხო, ეგ მოდის საკუთრების უფლების არ ქონით, ანუ საკუთრების უფლებაც ხო არ ქონათ ამას და პლუს განათლების უფლებაც არ ქონათ. მე რამდენადაც ვიცი შუა საუკუნეებში, იმიტომ რომ ქალმა თუ რაღაცები არ იცოდა, არ უნდა ცოდნოდა და იყო აი ესე რომ რაღაცა მამის და სხვების ეს რა ქვია, შესანახი უნდა იყოს შესაბამისად დაქვემდებარება, თუ რაღაცა იცოდა მათემატიკას კარგად სწავლობდა, აღშობდნენ როგორც ჯადოქარს, ხო? და ანუ ვერ იგებდნენ
საეჭვო ხდებოდა და ბევრი ქალი რომელსაც დამოუკიდებლობას ცდილობდა ან რაღაც განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდა იყო ჩვენ სამწუხაროდ სოფლის ისტორიაში პერიოდი, როდესაც უბრალოდ პირდაპირ კლავდნენ მათ. არა, შენ რო გიპასუხო, ეგრეთ წოდებული ჩასიძებაც ყოველთვის იყო, როდესაც ვაჟი არ ყავდა ოჯახს მაგალითად, ხო? და აქეთ იწევდნენ, ასე ვთქვათ, და ამათთან გადმოდიოდა, მაინც არა მოდე. ჩასიძებული კაი არის ყო. ჩასიძებული კარგი არის ყო, მაგრამ მაინც გათხოვილი, ანუ მაინც ამას არავინ არ ასწავლის გათხოვებას არ. ძალს უფრო პოზიტიურად აღიქვამს შენი კულტურა ვიდრე ჩასიძებული. ჩასიძება სტერეოტიპებს მაგრამ ეგრე არა ხო მაგრამ მაგას ნიშნავდა ხა რა თქმა უნდა ეგრე არ არის მაგრამ ადრე რა ტერმინთან ამბობდნენ განსაკუთრებით ეს საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო რომ სოციალურ იერარქიაში ანუ გოგოს ოჯახი უფრო მაღალი იყო და ამიტომ ანუ პირიქით ხდებოდა რაღაცნაირი ინტეგრაცია რა ყოველ შემთხვევაში ეგ არის გენდერი საიდან მოვიდა ხო გენდერი არის ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო ამბავი იმიტომ რომ სქესისგან განსხვავდება. ჩვენ ახლა როდესაც წაშალეს გენდერი კანონმდებლობიდან, თქვენს რომ ნუ აი სქესი ხო გვაქვს და რაღაცში გჭირდება გენდერი და თავიდან როცა ისედაც გენდერიც როცა შემოვიდა, ცხადია, მაშინაც იყო ეს მოსაზრება, რომ სქესი ხო გვაქვს და ეს გენდერი რა არის. სქესი არის ბიოლოგიური მოცემულობა და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენი სქესი არსებობს. იმიტომ რომ კი ისწავლება რომ არსებობს მხოლოდ ორი დედრობითი და მამრობითი, მაგრამ თუ ბიოლოგებს დავაკითხებით, თუ ექიმებს დავაკითხებით, თუ მეცნიერებს და სპეციალისტებს დავაკითხებით, აღმოჩნდება, რომ არსებობს ინტერსქესს, რასაც ვიძახით, ის ადამიანები, რომლებიც ერთდროულად არიან. ნუ არა მარტო ადამიანები, ცოცხალ ორგანიზმებში ზოგადად. კი, ყველგან გვხდება ეს, ორივე სქესის მახასიათებელი ნიშნების ერთდროულად მატარებელი. კი, იშვიათად ხდება ეს ამბავი, დაახლოებით თუ არ ვცდები 20,000 ადამიანში ერთხელ იბადება ასეთენა, მაგრამ ნუ არც ისეთი იშვიათია, მაგრამ ეს ფაქტია, მოცემულობა. და დანარჩენებს უნდა უარყოფა არსებული რეალობის, როცა ამბობენ. ნუ ან ვეუბნებით, რომ სადმე ერთ ადგილას იყავი და მეორე საკითხია შეიძლება თუ არა აი ტრანზიცია ხო ერთიდან მეორეში იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ იქ კომპლექსური საკითხი არის ქრომოსომული მაჩვენებელი XX და XY რომელიც რა ვიცი სკოლაში გვისწავლია მაგრამ არსებობს ასევე რა თქმა უნდა სქესობრივი ნიშნები გარეგანით არსებობს შინაგანი სქესობრივი მახასიათებლები ასევე ჰორმონები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი კომბინაცია შეიძლება როგორც კოქტეილი ყოველთვის ესე ასე ვთქვათ არ ჯდება ბუნებაში და ხდება ეს განსხვავებული საკითხიც და მე უკვე ძალიან საინტერესოა სამართალი უბრალოდ გამოდის რომ ამას აიგნორებს ზოგ შემთხვევაში უბრალოდ არ აღიარებს პრაქტიკულად არ აღიარებს ბიოლოგიას არ აღიარებს მედიცინას და ამბობს რომ არა, ნუ ეს ორი არის და რამენაირად ამ ორში მოთავსდეს ყველა, ნუ გასაგებია რომ შეიძლება სხვა ვარიანტიც არსებობს, მაგრამ ნუ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, არ გვაინტერესებს, არანაირ გადაწყვეტას ამას არ ვთავაზობთ. რაც შეეხება სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ესე გავამარტივოთ, ბავშვი რო დაიბადება, შეიძლება მოხდეს ესე იგი იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მოხდეს რომ დაიბადა სამედიცინო თვალსაზრისით როგორც ინტერსექსუალი, ანუ მასში არის ინტერსექსი, ბოდიში, ხო, ეს უფრო სწორი იქნება, მაპატიეთ, ინტერსექსი დაიბადა, სამედიცინო თვალსაზრისით ეს იქნება სწორი აღწეროთ მისი მდგომარეობა, მაგრამ კანონი გეუბნება, რომ ეხლა მშობელმა გადაწყვიტოს, რომ ეს ჩაწერს დაბადების მოწმობაში. მანდ ესეთი ამბავია, გეტყვით, მანდ ესეთი ამბავია, რომ ზოგჯერ დაბადებისას რო შეხედავენ ბავშვს, აი სასქესო ორგანოს, რასაც მიამსგავსებენ, ასე ვთქვათ, აი როგორც უფრო მხოლოდ გარეგნულ სასქესო ორგანოს შეხედავენ და უცბად გადაწყვეტენ, ახლა და ოპერაციებსაც უკეთებენ, ხო, მაგ დროს. მე ესეთი ხომ პრინციპში ესეთ პატარას არ უკეთებდნენ, მაგრამ უბრალოდ შეიძლება შეეშალოს ექიმს. როდესაც ეს ადამიანი დაიწყებს მერე უკვე ზრდას, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, როდესაც უკვე მართლა ვლინდება შეიძლება სხვა ჰორმონალური ფონი წამოვიდეს, იმიტომ რომ ქრომოსომას კი არ უმოწმებენ ბავშვს. ხო, აი ვიზუალურად შეხედეს და რაც ასე ვთქვათ, რასაც დაინახეს, რაც მიამსგავსეს, ასე გადაწყვიტეს. მაგრამ მე შეიძლება სხვანაირად განვითარდეს გარდატეხის ასაკში ადამიანი მართლა. ან იყოს ისე რომ კონდეს გარეგნულად, კონდეს
ერთი სქესის მახასიათებელი ნიშნები, აი გარეგნული ორგანოებით, მაგრამ შინაგანით არ იყოს. მაგალითად იყოს მამაკაცი გარეგნულად და კონდეს საშვილოსნო. ეს სწორად ვამბობ, ანუ ეს ეგრევე დავიყვანო. კი, პირიქითაც ყოფილა, რომ მე ვიცნობ ექიმს, რომელმაც ეს ამბავი მომიყვა, მივიდა ახალგაზრდა გოგო რაღაც პრობლემით, გინეკოლოგთან მივიდა. გინეკოლოგმა გასინჯა და ნუ ხა ინტერესებს ადამიანმა იცის თუ არ იცის, რომ ინტერსქესია, რადგან მას საშვილოსნო არ აქვს და აქვს ღრუ, სადაც არ არის განვითარებული სათესლე ჯირკვლები და ჩამოსულიც არ არის სათესლე ჯირკვლები, მთელი ცხოვრება რო დაიბადა, იფიქრეს რომ იყო გოგო მთელი ცხოვრება იზრდებოდა როგორც გოგო და დაუწყმა გამოკითხვა რომ აი თვიური რა თქმა უნდა არაფერი ესენი მას არ ეკნებოდა და ასე შემდეგ და ეს ცალკე საკითხია რომ ამასაკამდე ისე როგორ მოვიდა რომ მანამდე ექიმთან ამყოფი არ იყო, მაგრამ განათლების პრობლემა არის, ხო? და ნუ მოუწია მე ამისი ახსნა და ეს არის მაგალითად კლასიკური მაგალითი. ანუ არ განვითარდა. აი გენდერი სიტყვის არსებობა, ტერმინის არსებობა რაში ჩერდებოდა, რატო გაჩნდა? გენდერამდეც აი პრინციპში აი რაც ახლა ახსენე, მე მგონი აი საკანონმდებლო ამბავშიც ვთქვათ ეს რომ ჯერ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი სუიციდის შემთხვევებიც არის ხომ როცა ეს ეშლებათ ექიმებს ძალიან უპასუხისმგებლო არის ესე მოქცევა და მეორე ტრანზიცია რა ანუ სქესის შეცვლა თუნდაც ამ ექიმების შეცდომის გამოსასწორებლად ხო რაც დაშვებული არის სხვა შორის ისეთ ქვეყნებშიც როგორც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანშიც კი დაშვებულია რა ჩვენთან აკრძალეს ერთ-ერთ საკანონმდებლო პაკეტით ეხლა ანუ ეგეც კი აკრძალეს და ნუ რატომ გაკეთეს კარგად რო ახსნათ ესე იგი ადამიანი რომელიც დაიბადა ერთი შეხედვით რომ შეხედეს გავდა მამაკაც ან ქალს რო გაიზარდა და ამის შემდგომ სამედიცინო თვალსაზრისით დადგინდა რომ ეს და ახალ გულისხმობ მარტო თვითონ რას ფიქრობს არამედ ორგანოებით დადგინდა მაგრამ არის მამაკაცი ნაცვლად ქალის არასკეში უწერია მან რომ ცირედი სამედიცინო ჩარევები შებართული სამედიცინო ჩარევები ჭირდება რომ იმისთვის რომ რომელს სქესსაც ორგანოებით განეკუთვნება თუნდაც იმ სქესის მატარებლად იქცეს პირადობაში რომ სწორი სქესი არის შეზღუდული უკვე კი სწორი სქესი რომ მიეთითოს უხერხულობა რომ არ ქონდეს და ასე შემდეგ ეგ ყველაფერი გამოირჩა სხვა ქვეყანაში უნდა წახვიდე იდეაში მაგისტვის საქართველოში ამას ვეღარ მიიღო და ამ დროს არის ჩვენ ინტერსქესზე რომ საუბრობთ სწორედ იმ შემთხვევებში საუბრობთ სადაც ესე კვეთრად ერთი არ არის არ არის რომელიმე ერთი და ამიტომ უჭირთ რომ რომელიმე ერთს მიეკუთვნებოდეს და მე უკვე ვეკითხებით ადამიანის იდენტობას, თვითახქმას. და ზოგჯერ ეს თვითახქმა შეიძლება იყოს ისეთი რომ მე არც ერთი არ ვარ, იმიტომ რომ ის მართლა ობიექტურად არც ერთი არ არის. არის სხვა. და ეს სხვა არის ქვეყნები რომელსაც აინტერესებს და უშვებს ამას რომ ასეთი რამე არსებობს და სამართლებრივადაც აჩენს ამის შესაძლებლობას და არის როდესაც უბრალოდ ნუ აიგნორებენ. აი სქესსა და გენდერს შორის რა განსხვავებაა, მაგრამ ეგეც. აი სქესი როგორც უკვე ვისაუბრეთ არის წმინდად ბიოლოგიური მოვლენა. აი ძალიან სხეულებრივი ამბავი და გენდერი არის წმინდად სოციალური ამბავი, სოციალური კონსტრუქტი, ახლა რთული სიტყვებით რა ვილაპარაკო, რას ნიშნავს? როლი. აი მე რომ აცვია ახლა მოკლე კაბა და ეს სრულიად მიღებული ნორმალური არის ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ თქვენ რომ მოკლე კაბით ვერ გაივლით თბილისის ქუჩებში თავისუფლად და ძალიან ბევრი მოწინა. აი ხო რომ მოგია ცხელა რა, არაფერს არ ვამბობ. აი ხოში რომ ცხელა, ისე ცხელა ხოლმე ზაფხულში სულ ვამბობ რომ მეთქი აი სარაფანი ქალს რო აცვია რომ დაფარფატებ ძალიან ხილი და ძალიან მოკლიანი და პატარაა და აი მართლა არ გიხება და აი ზაფხულში საუკეთესო ჩასაცმელია და ნუ აი კაცებს ამ დროს რა აცვიათ ამ დროს ხო ანუ შეუძლებელი ვერ ჩაიცვამს რატო ვერ ჩაიცვამს შორტევითაც ვერ ვილი სამსახურში რო რამე ეგეც არა ეს სხვა თემაა და სამსახურს გააჩნია მათ მაგრამ აი რატო ვერ ივლის მოკლე კაპით საქართველოში მაგალითად კაცი ქუჩაში რატომ იმიტომ რომ ეს არ არის მიღებული ხო ეს არის კი მესმის მაგრამ მიღებული რაღაცა და არსებობს ქსევის ამას რატო ჭირდება კანონი ხო მოკლე კაბიანების კანონი ხო არ არსებობს ცალკე ან მოკლე ხო ან აი მე კითხვა ეგეთია ხო ოპონირება გავწიო ხო როლზეც ხო ანუ თუკი სახელმწიფოში უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა ეს არგუმენტი ძალიან ხშირად ბევრი მათ შორის რესპექტაბელური ადამიანისგანაც მოგვისმენია
თუ აი სქესის ამბავი უფრო გასაგებია, უფრო ახსნადია, ჩემი აზრით, ბევრი ადამიანს და გაგებათი, რომ თუ კი ბიოლოგიურად არსებობს არა 2, არამედ საგამონაკლისოდ იშვიათად არსებობს მე-13, შეიძლება აქ ვიღაცამ თქვას, რომ კი ბატონო, მაშინ ხო, გავიკი ბიოლოგია თუ ეგეთი არა ვქნათ. მაგრამ თუ კი ვლაპარაკობთ გენდერზე, რა საჭიროა ამის ცალკე შემოტანა, როგორც საკანონმდებლო ტერმინის, თუ კი ქალიც, კაციც და ის მე-13 სქესის ადამიანიც, რომელიც იშვიათად არსებობს, ყველა თანასწორია, ცალკე რაღაც უგჭირდება მისი რეგულირება. აი ეს კითხვა იქნებოდა, რაზეც ალბათ პასუხი. ხო, აი მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსში რაც ეწერა, ეს არის და ასევე ფემიციდი შეიძლება ბევრს გაუგია, ხო? ეგ არ ეწერა, მაგრამ ხო, ეს არის მკვლელობა გენდერული ნიშნით, ამ შემთხვევაში ქალების, ხო? მაგრამ აქ გვეწერა ეს მე-11 მუხშიც იყო, 53 მუხშიც, რომ აი დანაშაულის დამძიმებელი გარემოება შეიძლება იყოს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა. ეს გენდერული და ნუ ეს აღარ არის ეხა, ხო? და აი რა არის მოკლედ ესე რომ ვთქვათ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა? რატო შეიძლება გვჭირდებოდეს ეს კონკრეტული გენდერული ნიშანი კოდექსში? აი ეს წარმოდგენები, რწმენები, რომელიც სქესთან მიმართებაში ყალიბდება, რომ ანუ მაგალითად ჩვენთან რომ ეს ძალიან უბრალო მაგალითი არის, ყველაზე ტრივიალური მარტივი მაგალითი არის, ხო? ასეთი მაგალითები არის, რომ მაგალითად აუცილებლად შვილმაც მაგალითად მამის გვარი უნდა ატაროს. რაღაცა მემკვიდრეობით ბიჭებზე უფრო გადადის მაგალითად ვიდრე ქალზე. მერე მოდის პროფესიები, სადაც მაგალითად ტრაილერის ძღოლი აუცილებლად უნდა იყოს ავტობუსისაც. კაცი. ტაქსი. იშვიათი, ძალიან ცოტა. და ესეთი რაღაცა რა პრობლემაა ამაში? ანუ პრობლემა რაშია? აი მაგალითად კანონით ბაიას შვილიც, ჩემი შვილიც, საბას ჯერ არ ყავს შვილი, შეიძლება ყოფილიყო დედის გვარზე, მაგრამ შენი შვილიც მამის გვარზეა. ესია? და რატო შენ არ გააკეთე ეს? ხო კითხვას დასვამენ, ნუ პრობლემა არის ამაში, რომ ესე ხდება, რატო ეს პრობლემაა? ხო, რა ვიცი, რატოა პრობლემა საარაფრით ქუჩაში გავლა რა? ასე აკრძალული არ არის. ხო, არ არის აკრძალული. არ არის აკრძალული. მაგრამ შექმნის ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნის ადამიანს? ხო, არ ვიცი, მაგალითად, გვარის ამბავი არ ვთქვი, ხა რომ დედის გვარზე როა ადამიანი, ამიტომ პრობლემა. აი, მანდ ვერ დავჭეთ, აი ქორწინებაში მაგალითად, ბევრად უფრო მისაღებია, აი შენ ტერმინით რო თქვა საზოგადოებაში, ხო, მიღებული და ალბათ ეგეც გენდერს უკავშირდება, ხო? აი, კაცს უყავდეს სამ სხვადასხვა ცოლი, მაგრამ ხალი 2-3 ჯერ თხოვდება, ეს უკვე რაღაცა ესეთია სკიმა, ხო? ნუ მოკლედ იმაზე ვსაუბრობთ, რომ აი ეს როლები, რაც ადამიანებს მხოლოდ სქესის გამო მიეწებებათ ხოლმე და მიენიჭებათ ხოლმე. ეს როლები შეიძლება გახდეს იმდენად ინტრუზიული, ანუ იმდენად პრობლემური ადამიანის ცხოვრებაში, რომ რაღაცებში ადამიანებს ძალიან შეუშალოს ხელი. მაგალითად, ბიჭი, რომელიც საარაფრით გაიჭის, შეიძლება უბრალოდ სცემონ ქუჩაში თავს დაესხნენ, შეაგინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაინც ხო დაიჭებიან მიუხედავად იმისა, ეწერება თუ არა გენდერის შესახებ. ან დაიჭებიან და ან არა. მოდი ასე დავიწყოთ. ჩვენაუთ კანონით მაინც დაიჭება. ხო, მოდი ვიტყვი მაგალითს. ანუ რამდენჯერ შეიძლება ხან მე თუ ყოველდღე დავდივარ ბაია პატარაია შუა გაგანი აგვისტოში, ყოველდღე ჩემი სახლიდან ფეხით სამსახურში დავდივარ, ყოველდღეს არაფრით. აბსოლუტურად ჩვეულებრივად. ანუ არა პრობლემა არ მაქვს და უცბად საბას იგივე რო გააკეთო და ყოველდღე თუ 10-მა კაცმა ქუჩაში აგინა, რანაირად ეხა რა ქნა საბა? ეს კითხვა ცოტა სხვანაირად არის. ნახე, აი ესეთი ამბავია. მაგალითად ქალი შეიძლება მოკლან იმის გამო, რომ რაღაცა ვალი არ დააბრუნა და ეს ქალი შეიძლება მოკლან იმის გამო, რომ აი წეგანასაც ვამბობდი, ეს სამწუხაროდ ხდება ხოლმე, რომ მეორეჯერ გათხოვდა ან საერთოდ უბრალოდ ვიღაცა კაცს მიწერა. მეორე შემთხვევა ჩვენი კანონმდებლობის გათხოვდა და ყოფილი გათხოვებაც არა, აი რაღაცა უბრალოდ საქმე გამაკაცი ყავს. ჩვენი კანონი რასაც ამბობდა აქამდე ყოველ შემთხვევაში ეს არის რომ ეს მეორე შემთხვევა, როცა ქალს იმის გამო კლავენ რომ ეს რაღაცა მეორეჯერ იფიქრა გათხოვებაზე, აი როლში ვერ ჩაჭდა, ხო? უფრო მძიმედ ისჯება მომეტებულებითი რომ გენდერული ნიშნით იყო ჩადენილი, ვიდრე იმის გამო რომ ქალმა რაღაცა ვალი არ დააბრუნა, ხო? კი ბატონო. რატო უნდა იყოს ასე? აი მე მგონი ეგ არის კითხვა, რატო გჭირდება გენდერი? კი, რა თქმა უნდა, ხო? ანუ გჭირდება დამამძიმებელი ეს? გენდერის ნიშნით ჩადენილი რაღაცა ქმედება. ანუ ან რა შველის ხო ამის ჩადება? ხო, ჩვენ ახლა თავიდან დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ
თანასწორობა, ადამიანებს შორის თანასწორობა და თანასწორი საზოგადოება, სადაც ყველას აქვს თავისი განვითარების საშუალება, თავისი ნიჭის, შრომის, ყველაფრის შესაბამისად, რომ ესეთი საზოგადოება გვინდა. მაგრამ თუ ჩვენ აქ ხედავთ რაღაცა სხვადასხვა ნიშნებს, სადაც ადამიანების ჩაგვრა ხდება გარკვეული ნიშნით და ეს ჩაგვრა შეიძლება მკვლელობამდე მივიდეს, ისეთი მძიმე იყოს. და ეს მენტალურად მიღებულია, ასე მკვლელობა კი შეიძლება არ არის მიღებული, მაგრამ აი ძალიან ხშირად გავიგონებთ ხოლმე, რომ აი ქალებს რო კლავენ და რო წაიკითხოთ კომენტარები ქვეშ რა წერია, ნუ საოცრებები, იქ იწყება პატარა გამოძიება, რომ რატომ მოკლა ქმარმა ცოლი და ეგრევე იწყება ძიება, ეს ქალი რაღაცას დააშავებდა. რაღაცა საყვარელი ეყოლებოდა, ამას იზავდა, იმას იზავდა, რაღაც კითხაობა მიდის ეგრევე, იმიტომ რომ ეძები რომ აი რაღაცა რაში, ოღონდ ეს იმდენად სასაცილოა რომ წაიკითხო აი ეს მიზეზები, ხო? ხო, ქმარმა, ცოლმა რო ქმარი მოკლა, რომელიც იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება ხოლმე. ცოლმა რო ქმარი მოკლა, იგივე არის, აი, ხო? იქ საერთოდ არ განიხილებოდა, ქმარი იყო თუ არა მოკლა. არა, მე პირიქით მინდოდა გეთქვა, ნახე. ანუ აი საზოგადოება რაში იღებს ეჭვს. არა, ბაია, მაგის თქმა მინდოდა, ეხლა სატოპკი ავწე, მაგრამ როცა ეგეთი მოხდა, რომ ცოლმა ქმარი მოკლა, ისევ ცოლის გამოკვლევა დაიწყეს. კი. ამის თქმა მინდოდა და კი, საყვარელი ხო არ ყავდა მაგას, რადგან მოკლა ქმარი. ანუ აი ქმარს კი არ ყავდა. კი, ის კი არა რომ ქმარმა ხო არ უღალატა, ეს არავის არ აინტერესებს. რატო? იმიტომ ეგ ოღონდ მაგას კანონი რამდენად შველის, ეგ არის საკითხი. იქნებ საზოგადოება სხვაგვარად ვარ შესაძლებელი, განათლებაა შეიძლება ამის გამოსავალი და კანონში ამ ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ცალკე გამოყოფა კი არა, რაც ეს არგუმენტი არის ხოლმე, ხო? ანუ მკვლელი არის მკვლელი და უნდა დაისაჯოს. და მოტივი რა იყო, რატომ მოკლა? საზოგადოებისადმი მიყენებული ზიანის თვალსაზრისით არის თანაბარი, იმიტომ რომ ადამიანი მოკვდა. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა მოკლა. ეს არგუმენტი არსებობს, ხო? ხო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ერთადერთი არგუმენტი, ხო? ჩვენთვის ყველა მკვლელობა ტრაგედიაა, ცხადია, ყველა ადამიანის დაკარგვა არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ჩვენ ასევე ვუყურებთ რა ხდება, რატო ხდება და როგორ ხდება. თუ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ქალებს კლავენ ცუდი ქალობისთვის, იმიტომ რომ რაღაცა კარგად ვერ გააკეთა, მოინდომა, არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ დაშორება უნდა და განქორწინება უნდა, არ გამოსდის ცხოვრება და დაშორება უნდა და ამისთვის კლავს, იმიტომ რომ იქ რომ შევიდეთ და აი მენტალური ჯანმრთელობასთან არ აქვს ხოლმე პრობლემა, მაგრამ მენტალიტეტთან გვაქვს ხოლმე, აზროვნებასთან გვაქვს ხოლმე პრობლემა, სადაც კაცი აი ამ კაცს რო ვკითხოთ, რომელიც შერაცხადი არის. ამ კაცს რო ვკითხოთ, რომ რატომ ჩაიდინე ეს, გეუბნება, რომ ჩემი ცოლი არის ჩემი. და მას არ აქვს, ჩემი საკუთრება და მას არ აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, განქორწინოს. აი ესეთი მესაკუთრეული დამოკიდებულება. რამდენად აკავებს ადამიანს, აი კაცს რომელმაც გადაწყვიტა ბოროტება ჩაიდინოს და მეორე ადამიანი მეუღლე მოკლა, საკუთარი ცოლი მოკლას, რამდენად აკავებს იმის გაცნობიერება, რომ კანონში იქ ჩამატებულია 53-ში დათქმა რომ უფრო მძიმედ შეიძლება დაისაჯოს. ეს კითხვა აქვს, თორე იმას კი არ ვამბობ, რომ უნდა დაისაჯოს, უნდა დაისაჯოს თვალსახად. და მავნებლობაა და ცუდია და შესაძლებელი, ამაზე ვთანხმდები. მკვლელობა ისედაც მძიმე დანაშაულია ძალიან და თუ ამას კიდევ ემატება დამამძიმებელი გარემოებები შეიძლება საერთოდ უბადო პატიმრობაზე ავიდეთ და გქონია ასეთი შემთხვევები და ეს მაინც არის გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ რაც თავია სანქცია იმ კონკრეტული ადამიანისთვის არის ერთი ამბავი, მაგრამ მეორე ამბავი არის, რომ სახელმწიფო რამდენად დიდ ტრაგედიად აღიქვამს მაგალითად კონკრეტულ შემთხვევას, ხო? და ფიქრობს, რომ აი ეს მკვლელობა კი ისედაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, მაგრამ ზოგჯერ ანუ უმაღლესი სასჯელის გამოყენება ხდება და ამითი პრინციპში მის დამოკიდებულებას ავლენს
და ასე ესაუბრება თავის საზოგადოებას. როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ გენდერული ჩაგვრები, გენდერული დანაშაულები ჩემთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ მე მივდივარ ისეთი საზოგადოებისკენ, მივისწრაფ ისეთი საზოგადოებისკენ, სადაც გენდერის გამო ადამიანებს რამე სპეციფიური და განსაკუთრებული პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ. პრინციპში პირველ რიგში ეს არის ამის გაცხადება. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ მაგალითად შევხედოთ ზოგიერთი ტიპის დანაშაულებს, სადაც ძალიან სახასიათოა გენდერი. ოჯახში ძალადობის შემთხვევების 85%-ზე მეტის მსხვერპლი არის ქალი, მოძალადის შემთხვევაში 90%-ზე მეტი მოძალადე არის კაცი. ეს ხომ არ არის ანუ აი ამ ხელა სტატისტიკა რო გაქვს, ეს ხო პირდაპირ რაღაცა სერიოზულ პრობლემაზე მიგანიშნებს და გეუბნება რომ შენ ამაზე უნდა იმუშაო, რა ხდება სახლებში, ანუ რა ხდება ოჯახებში, ანუ გამოდის რომ იქ სადაც პრობლემაა, ყველა ოჯახზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ პრობლემებში სადაც არის ოჯახებში სადაც არის პრობლემა, იქ კაცი იწყებს ხალის და შესაძლოა ბავშვების ან მოხუცების პირდაპირ ცემას. და ჩვენ გენდერზე რო ვსაუბრობთ, ხშირად გონია ხოლმე რომ გენდერი არის ქალი და გენდერი არის ორივე. კაცის გენდერიც პრობლემა, მარტო ქალის გენდერი კი არ არის პრობლემა როგორც ჩაგრულის. ხო, აი როგორც ჩაგრულის. კაცი როგორც მოძალადე, ესეც არის გენდერი. ანუ კაც გენდერი არის ის, რასაც ეუბნება, რომ შენ არ უნდა იტირო, შენ არანაირი ზედმეტი გულჩვილობა, სენტიმენტები და ემოციები ზოგადად არ უნდა გამოხატო, შენ არ უნდა გეშინოდეს თუ ნამდვილი კაცი ხარ და ერთადერთი ემოცია, რომელსაც სოციუმი შენი გენდერული როლის გამო მივიღებ, ეს არის ბრაზი, რისხვა და ძალადობა. ვერ დაგეთანხმები. ბოლომდე არა, იმიტომ რომ გენდერულ როლში მაგალითად აი ჩემთვის პრობლემა კაცების გენდერულ როლზე რო ვთქვა, აი პრობლემური არ არის, რომ რაღაცა აი არ გეშინოდეს რაღაცა იგივე აი ტოქსიკურ მასკულინობას რო უძახი, ეგ არ არის რა. მაგრამ ჩემთვის რაც არის პრობლემური არის, რომ აი კაცი რო ხარ, კაცი უნდა იყო და შვილი რო გიყვარს, ეგ არ უნდა გამოხატო. რა, აი ეგ არის პრობლემა, რაღაცა მე მიყვარხარ არ უნდა თქვა, არ უნდა უთხრა, არავის რაღაცა ეგეთები რა. იმაზეც ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ აი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, აი ამ ხარაც მოყვა ჩვენთვის ეგ გადაითარგმნება როგორც ზოგადი ნეიტრალური პრევენცია რა. ეგ თეორია არსებობს, რომელიც ამბობს ცხადია იმას, რომ სახელმწიფო უნდა გააგზავნოს რაღაცა მესიჯი, თითოეული განაჩენი არის მესიჯი და ეს მესიჯი არის არა მხოლოდ კონკრეტული სპეციალური პირის მიმართ, რომელიც მიდის ციხეში, არამედ ერთი არის ის, რომ განაჩენში განშორს თავიდან აცილება მოკლედ. აი მარტო პოლიტიკის იმის თქმა, რომ აი ეს კონკრეტული საკითხი, რაც შემთთვის არის არანორმალური რა, აი ამის გამო ადამიანის მკვლელობა, რომ რაღაც ვიღაცა კაცს მიწერა ჩატში ხო? რაღაცა მსგავსი ხო? აი ეგ ჩემს არის არანორმალური და იმის გამო რომ არანორმალურია და ეგეთი რამე არ მინდა რომ ჩემს საზოგადოებაში იყოს კონკრეტულად აი მაგას ცალკე გამოვყოფ და ცალკე ვიტყვი განაჩენში თორემ შეიძლება კვალიფიკაცია იგივე იყოს აბსოლუტურად 100 მუხლით დაისაჯოს ერთი მკვლელობაც და მეორე მკვლელობა 119 მუხლით დაისაჯოს ის ვალის გამომკვლელობაც ან ფულის გამომკვლელობაც ანგარებით მკვლელობა ეგ ეს დამამძიმებელია რა ანუ ანგარებით მკვლელობა მაკვალიფიცირებელი მეორე დამამძიმებელი მე მგონი ორივე ერთია იგივეა მაკვალიფიცირებელი და მაკვალიფიცირებელი იგივეა რაც დამამძიმებელი ხო და საბოლოო ჯამში შეიძლება 119 მუხლით დაისაჯოს ორივე ანგარების გამომკვლელიც და გენდერული ნიშნის გამომკვლელიც მაგრამ სახელმწიფო ამას რო ცალკე გამოყოფს ამას აი ამის გამო ამ ეპიზოდს მე არ ვმალავ ამას ცალკე გამოყოფ ეგ საზოგადოებას ეუბნება იმას რომ ხალხო ეს არასწორია ხო ანუ დასაკუთრებულ პრობლემას აი ეს ჩაგიძებია ქვე ანუ კარგად რომ გავმარტოთ თუ ადამიანი ჩაიდენს 100 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას დამძიმებელი გარემოებები არის 100 მუხლის საჯერის ფარგლებში, რასაც მიუმატებს ან მოაკლებს მოსამართლე. ხო ესეა ზედა და ქვედა საჯელებს შორის. 100-ის დამძიმებელი გარემოება არ აქვს. 119-ში არის. 119-ში საჯელი რა არის? საჯელი არის 10-დან 15 წლამდე დასახვით. 15 იმაზე ხომ მოქმედებს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები? არა, ნახე, დამამძიმებელი გარემოება არის, რაც არის 16 სხვადასხვა გარემოება ჩამოთვლილი 119 მუხლში. მაკვალიფიცირებელი. ერთი და იგივე ეგორი. ამას დამამძიმებელი გარემოება კი არ ქვია 119 მუხლში, ეს დიაპაზონი რო არის, ეგ არის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი ნიშნები რა, მოკლედ 53 და 53 პრიმამში რაც არის რა. 53-ში შეწერა ის თქო. ხო, მაგას გეკითხები. დამამძიმებელი
ნიშნებით ვარ, ოკეი. აი კითხვას რო დაუბრუნდეთ, რაც მე დავსვი. საჯელს აქვს, სიცხის სამართალს აქვს და საჯელს შესაბამისად სამართალში აქვს თავის მიზნები, ხო? ესე იგი პირველი მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ხო? ყველაზე ცნობილი განაჩენს, როცა გამოაქვს სახელმწიფოს უნდა ახსნას, როგორ აღდგა სამართალი ამ განაჩენით, ხო, რატო აღდგა სამართალი ამ განაჩენით. და ერთ-ერთი მიზანი, მესამეზე გავაკეთებ. ეს არის ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ანუ ხო, პრევენცია, ესე დავარქვათ, ხო, სხვა სიტყვებით. მეორე სოციალიზაცია და რაღაცა დამაშავების გამოსწორება. ესე იგი, ნახეთ რა მაინტერესებს, რატომ უფრო მეტად იქნება ახალი დანაშაული თავიდან აცილებული მაშინ, ეს კითხვა მაქვს. როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ეს რო გენდერული ნიშნით ჩადენილი იყო დავსაჯე, ვიდრე ეს რო არ ეთქვა და მაინც დაესაჯა. აი ეს კითხვა რაც მინდა პასუხი. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელდება. პრობლემას თუ არ აქვს სახელი, იმას ვერც გადაჭრი, არც არსებობს და ასე შემდეგ. ყველა ჯერზე, როდესაც სახელმწიფო გიმეორებს და გეუბნება რომ რაც შენ ჩაიდინე, იმიტომ რომ ადამიანს უნდა ვერც კარგად ვერაცნობიერებდეს ამ ყველაფერს, რაც შენ ჩაიდინე, ყველაფერთან ერთად ეს იყო სიძულვიანი, დისკრიმინაციული, მჩაგვრელი დანაშაული, გარდა იმისა, რომ დანაშაული იყო. ამის გამო მე შენ უფრო მეტად მოგთხოვ პასუხს, ან განსაკუთრებულად მოგთხოვ პასუხს, ამითი ხაზს უსვამს, რომ ეს გარემოები მნიშვნელოვანია. ხო, არგუმენტია, აბსოლუტურად. და ეს გარემოები მნიშვნელოვანია არის ჩემთვის როგორც სახელმწიფოსთვის და მე სულ ვაკეთებ, სულ ვესაუბრები ჩემს მოქალაქეებს ამ პრობლემებზე, თუ მე ამაში პრობლემას ვხედავ. კი. მოდი ახლა ეს ვთქვათ, ეს ჩანაწერი, რომელიც გაქრა კანონმდებლობიდან, ეს კითხვას დავსვათ. როგორ ფიქრობ, აი ბაია პატარაია როგორ ფიქრობს ან საფარი ორგანიზაციაც როგორ ფიქრობს, რატომ გაქრა? რა იყო ამის მოტივი? ანუ რაიმე სიკეთე არსებობს, იქეთაც რის გამოც ამას შეიძლება აკეთებდეს ვინმე, როცა ამგენს ჩანაწერებს კანონიდან შლიან და მე ამას რაღაც ერთგვარად დღესასწაულობენ. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება დღეს რო ხდება სულ უფრო მზარდად ავტორიტარული, ასე ვთქვათ. ავტორიტარიზმი არ ცნობს და არ ზრუნავს კონკრეტულ ჯგუფებზე, რომ მოწყვლად ჯგუფებზე. ის აღარ არის მგრძნობიარე სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და თავის ჯგუფებზე. კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ ის თავს კონსერვატორად ასაღებს. და მე არ ვთვლი რომ კონსერვატივიზმი თავისთავად ქალების ჩაგვრას ნიშნავს, მაგრამ ბევრი ასე აღიქვამს, რომ ჩაგვრა შეიძლება იყოს ტრადიციის ნაწილი. უბრალოდ ჩვენ ვიცით საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, რომ ტრადიციად ვერ ჩაითვლება და ტრადიციის სახელით ვერ გადარჩება ის წესჩვეულება, რომელიც ვინმეს ჩაგვრაზე დგავს. მაგალითად, როგორიც არის იძულებითი ქორწინება პატარა გოგოების ან ადრეული გათხოვება, რასაც ძალიან ხშირად მომისმენია ხოლმე, რომ ეს ტრადიცია ეს არ არის ტრადიცია. ამას ტრადიცია არ შეიძლება ერქვას ადამიანის ჩაგვრას და დანაშაულს. ან FGM-ი, ქალთა გენიტალიების მუტილაცია, რაც ეგეც გვიწერია კოდექსში და აკრძალულია, ეგეც ჩაიწერა საჩურის მე მახსოვს ეს. მგონი ზუსტად ბაიას ჩართულობა იყო მე მგონი, მაშინ სწორად მახსოვს, როცა საქართველოსში გამოიყო, მას ჩაიმატა ეგ მოხლი. თავიდან გვითხრეს, როდესაც სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას ვაკეთებით, გეუბნებოდნენ, რომ ჩვენთან ეს დანაშაული არ ხდება და არ გვჭირდება და არ ჩავწერთო. მაგრამ განაჩენები გვაქვს. არა, მე აღმოჩნდა რომ ხდება. და სხვათა შორის მას შემდეგ რაც აღმოჩნდა რომ ხდება გენიტალიების დასახიჩრება გოგონებისთვის, მერე ჩაიწერა. ამის მერე ჩაიწერა და ჩემი ორგანიზაცია და აუხსნათ ახლა ვინც გვისმენს, იმიტომ რომ შეიძლება იკითხონ რომ კაცო რატო გოგონები ბიჭებთანაც ხო ხდება იგივე. ანუ რელიგიურ რიტუალთან გვაქვს საქმე, ხო? ოღონდ განსხვავება არსებითია სამედიცინო თვალსაზრისით მამაკაცისთვის წინდაცვეთა ბევრისგან გამიგია რომ პირიქით კიდე სხვა პრობლემებსაც შეიძლება აცილებდეს თავიდან და ეს არ იწევს რამე ზეგავლენას, არსებით ზეგავლენას, მოდი ესე ვთქვათ, სქესობრივ კავშირზე. და გოგონებისთვის ეს ანურგაზმიას ხო სწორად ამბობ ალბათ იწევდეს, ანუ საერთოდ რამდენიმე სხვა მეთოდი არსებობს მაგის რა, შეიძლება რელიგიურიც იყოს, შეიძლება კულტურულიც და ყველაზე საშინელი მეთოდი იდეაში არის, როდესაც კლიტორი მთლიანად მოეჭრება ხოლმე იმისთვის, რომ ქალმა მოკლედ სექსისგან სიამოვნება არ მიიღოს. კოლბა იყოს რა. და ეგ არის ცხადია, კიდე ესე რომ ვთქვათ, გენდერული ნიშნიდან გამომდინარე, რომ ქალისთვის სექსი არ უნდა იყოს რაღაც სასიამოვნო და რაღაც სხვა რაღაცა უნდა იყოს, ეგ უნდა იყოს ცოდვა. ესეც არის რაღაცა
რაღაც ილუზია, რომ კონტროლი ხდებოდეს ქალის სექსუალურ. მახსოვს ეგ ამბავი, ეხლა სოფელს არ დავასახელებ, ეხლა აღვიდგინე კარგად, ხო? აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფელი იყო, სადაც ეს შემთხვევები დაფიქსირდა მაშინ და ცოტა შოკის მომგვრელიც იყო სიმართლე გითხრა, დანარჩენი არც კი ჯეროდათ, მე რომ რაღაც მომიყოლია ეგ ამბები. კაცებიც და ქალებიც სხვაგან არ იჯერებდნენ, რომ საქართველოში ეს ხდებოდა. იმდენად ცოტა სხვათა შორის ძალიან მძიმე ფორმებით არ ხდებოდა დასახიჩრება, იმიტომ რომ მე ვიყავი იქ ჩასული და ვესაუბრე და მათ შორის შევხვდი, ვინც ამ სოფლებს ემსახურებოდა იმ სამოწყოფოების გინეკოლოგებს. და ვკითხე, რომ თქვენ როგორ აქამდე არასოდეს არ შეგიმჩნევიათ და ყველა მეუბნებოდა, რომ არა. რაც ვფიქრობ იმას, რომ შეიძლება ცოტა უყურადღებობასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ძალიან სერიოზული დასახიჩრება რომ ყოფილიყო, ალბათ ესენი დაინახავდნენ და არ ამგონია, რომ ხომ მაინც და მაინც დაემალათ. ჩვენ იქ ძალიან ასე ვთქვათ შინაურულად და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვაგროვეთ, უამრავი ქალი ვნახე, ვისაც ეს გამოვლილი აქვს, თვითონ მოიყვნენ თავისი ისტორიები, ზოგს ახსოვდა, იმიტომ რომ თუ ძალიან პატარა ასაკში არ ხდება დამოვდა რომ ეს იყო რაღაცა ის მომაკვდინებელი ტკივილი, მაგრამ დამოვდა რომ შედარებით პატარაზე ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ აგვეხსნა, რომ რატო არის პრობლემა ეს პატარაზე გაკეთებაც კი. დასახიჩრება. მაგრამ დასახიჩრებაა კი ბატონო. მაგრამ ეს იყო წმინდად აი რაღაცა კულტურული ტრადიციის შემადგენელი ნაწილი იყო ქცეული, იმიტომ რომ რა რელიგიასაც მიეკუთვნებოდნენ გქონდა საშუალება, რომ მათ რელიგიურ ლიდერებს ესაუბრათ და ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ არის რელიგიური რიტუალი, ანუ უფრო კულტურული იყო და არა რელიგიური, იმიტომ რომ მათი რელიგიური ლიდერები ამბობდნენ, რომ ნუ არ არის, ჩვენ არ ვითხოვთ ამას, ანუ ეს რელიგიური წესი არ არის და მაინც აი კულტურაში შემორჩენილი ამბავი იყო, მაგრამ ძნელია ასეთი კულტურული ჩვევების და რაღაცა სიმბოლოების და რიტუალებთან გამკლავება და დაძლევა არის ძნელი. შემდეგ უბრალოდ ადამიანები უბრალოდ იმალებიან და ამ ინფორმაციას უბრალოდ აღარ აღწევენ. აი მე გავიხსენებდი, არ ვიცი საბას ახსოვს თუ არა ეგ ამბავი შეიძლება ასაკით. პატარა იყო, ბაიას კარგად ემახსოვრება. საქართველოში ის სამართლის კოდექსში ცალკე იყო მუხლი ადამიანის მუტაცება. ცოლად მოყვანის მიზნით. ხო, ესე იგი ნახეთ, ესე იგი ადამიანს თუ კი გაიტაცებდი გამოსასყიდისთვის ან რამე სხვა სახით თავისუფლების უკანონო აღკვეთა თუ იქნებოდა, ხო? მე მძევლად ხელს ჩაგდება. ხო, ეხლა როგორც ქვია დღეს, ხო, კოდექსში. ანუ ერთი ადამიანს გაიტაცებ, რომელსაც ესე იგი აი მძევლად კავშირში რაღაცას ითხოვ, ან რა ვიცი, თავისუფლებას აღუკვეთს. ან ფულს ითხოვ, ან პატიმრების ციხიდან გამოშვებას რაღაცა ან გამოკეტა. ან ჯი რაღაცის გამო უკანონო აღკვეთა. ამისთვის იყო სასჯელი თუ არ ვწდები 14 წლამდე, ანუ ეს მაღალი განსაკუთრებული წარმოადგენდა, მაგრამ ისევ ადამიანს თუ გაიტაცებდი და ცოლად მოყვანის მიზნით. ცოლად მოყვანის მიზნით ხალს. ანუ ხალს. ხო? ამ შემთხვევაში სასჯელი იყო 6 წლამდე თუ 7 წლამდე, ოღონ არც არავის ჯიდნენ, თან ეგ იყო, ეგ არის. აუ, რატო არ ჯიდნენ? ეგეც მაგარი ამბავია, იმიტომ რომ ეგ ისევ წერია ჩვენს კოდექსში, რო იცოდეთ რა და იყენებენ მაგას ვითარების შესვლა, ხო, ეგრე ქვია და ოფიციალურად არის ეს დღემდე პასუხისმგებლობის გამორიცხავი გარემოება. აი ეხა მქონდა შაბათს ლექცია და მაგაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ არასწორად იყენებდნენ ალბათ ვითარების სხვა რამეს გულისხმობს ალბათ. ხო, ის სულ სხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკაში ვისაც იყენებდნენ, ეს იყო აი ნაადრევი ქორწინება თუ იყო ბავშვების ქორწინება და ამბობდნენ, ო ეხა ოჯახი აქვს, კაცო მაგას და ხო არ დავანგრევ და ხო არ დავშვა და ასე შოვა. კი, ეს არა ხო და რის თქმა უნდა ნახე ბოდიში რატო გაგაწყვეტინეთ, ანუ რის თქმა უნდა როგორ გადის გზა სამართალი რა. ესე იგი თავიდან ამბობდა რომ გატაცება ადამიანის თუ ქალია უფრო მოსულა ვიდრე კაცის. მერე თქვა რომ გატაცება არავისი არ მოსულა და ეხლა ამბობს რომ ამ ნიშნით თუ გაიტაცებ, შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ანუ გზა როგორია? კი, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ქალების ჩაგვრა და ეს არის გენდერთან დაკავშირებული პრობლემა და იმ რომ ამბობდით რომ რა გვინდა და გვინდა თუ არა კანონმდებლობაში ყველაფერი ხომ არ შემოგვაქვს, მხოლოდ გარკვეული რაღაცები რეგულირდება, მით უმეტეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და აუცილებელი რაც არის ის და
აი ეს გენდერული საკითხები, აი სოციალური შეხედულებები, როლები ქალებთან და კაცებთან მიმართებაში იმდენად პრობლემურია და ისეთი დიდი გავლენა აქვს ამას ადამიანების ცხოვრებაზე, ისე იჭრება და ისეთ გადამწყვეტ როლს თამაშობს, რომ მისი შემოტანა კანონმდებლობაში მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა არის ძალიან აზრიანი და სახელმწიფოები, რომლებსაც უკეთესი მდგომარეობა აქვს ქალთა უფლებრივი კუთხით ან თანასწორობის კუთხით ზოგადად, სწორედ ასეთი კანონები აქვთ მათ და ასე მიაღწიეს, რასაც მიაღწიეს საკანონმდებლო ჩარევებით. როცა ამ ყველაფერზე უარს ამბობ, შენ უბრალოდ ამბობ, რომ არ გაინტერესებს ეს ჯგუფი, რომელიც სინამდვილეში არის შენი მოსახლეობის უმრავლესობა, იმიტომ რომ ქალები არიან ამ სამყაროშიც და საქართველოშიც სინამდვილეში უმრავლესობა. და მიუხედავად იმისა, რომ არიან უმრავლესობა, ითვლება, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული და ცალკე გამოყოფილი ჯგუფი. ცოტანი ვართ, მაგრამ მაინც ჩაგრავთ. გენდერ ყველაზე მნიშვნელოვანი გენდერულ დანაშაულზეც ვთქვათ, ბარემ რა და მე გადავიდეთ კიდევ უფრო გლობალურ საკითხებზე. იმიტომ რომ მახსოვს შენი პოზიციები გაუპატიურებასთან დაკავშირებით, მათ შორის ანუ ეს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი, ევროკავშირმა მოითხოვა 12 ნაბიჯის ფარგლებში, ანუ კანდიდატის სტატუსი რომ მიგვიღო მაგისთვის, რომ ეს დეფინიცია, ხო, ერთ-ერთი რაც არის, ეგ უნდა შეცვლილიყო და მაგის მიუხედავად ამ მაშინდელმა ხელისუფლებამ, ხო, არ შეცვალა. რატო არის ეს პრობლემური და რა ხდება ამ მოხდის საერთოდ? ჩვენ მაშინ დაგვევალა, რომ სტამბულის კონვენციასთან ჰარმონიაში მოვსულიყავით. ეს ქალების ძალადობასთან დაკავშირებული კონვენცია და იქ პირდაპირ წერია, როგორი უნდა იყოს გაუპატიურების მუხლი და იქ წერია, რომ თანხმობის არარსებობა უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ დანაშაულზე. თუმცა ჩვენი კანონმდებლობა საერთოდ არ აინტერესებს თანხმობის თემა, ასე ვთქვათ, არც ახსენებს, არც ეხება და აკეთებს მთლიან აქცენტს ძალადობაზე, ძალადობის მუქარაზე, უმწვევების გამოყენებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის რომ ქალი ამბობს, რომ არ არის თანახმა სქესობრივ აქტზე და თუ მაინც მოხდება ასეთი, ანუ ამაში პრობლემას ჩვენი კანონმდებლობა ვერ გაუწია მაგალითად. ხო, სხვა რამეს ვამ. ანუ თუ ქალი ამბობს, რომ არ სურს და არ არის თანახმა სქესობრივ აქტზე, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აქტი გაუპატიურებად ჩაითვალოს. პრაქტიკულად ჩვენ ვთხოვთ, რომ ქალმა არამხოლოდ აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს, მოძალადეს, არამედ უნდა მიიღოს ძალადობა, მიიღოს დაზიანებები, გარისკოს ჯანმრთელობა და რიგ შემთხვევაში სიცოცხლე, იმისთვის რომ უბრალოდ შეძლოს და ამტკიცოს, რომ გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი. და აქ მთავარი პრობლემა რა არის? და სამწუხაროდ ამბობენ ხოლმე, რომ თუ წინააღმდეგობას არ წევდა ფიზიკურად და იქ ცემატყებაც არ მიდიოდა პარალელურ რეჟიმში, ესე იგი უნდოდა. ეს რა მსჯელობა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გვავიწყდება. ქალებს, როდესაც ისინი საუბრობენ გაუპატიურებაზე და იხსენებენ ამას, ყველა იხსენებს, რომ ეს არის უაღრესად მატრამვირებელი გამოცდილება, ეს არის სამეცნიეროდ დამტკიცებული, ეს უტოლდება წამებას და შიში, რასაც ისინი ამ პერიოდში განიცდიან, პირდაპირ უტოლდება სიკვდილის შიშს. როდესაც დიდი სტრესი და დიდი შიში მოდის ადამიანთან სხვადასხვა გარემოებებში, მას აქვს ბუნებრივი რამდენიმე რეაქცია. შებრძოლება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ზუსტად, ეგ მინდოდა. არსებობს რამდენიმენაირი რეაქცია, მაგრამ flight or freeze. ხო, აი ძირითადად სამს ვამბობთ, ხუთსაც ამბობენ, უფრო ვინც დეტალურად ჩაუღრმავდება ხოლმე, მაგრამ ეს არის შებრძოლება ერთი, მეორე გაქცევა და მესამე გაყინვა. გაყინვას რას ვეძახით, რომ ადამიანი თითქოს ტოვებს თავის სხეულს, ვეღარ ფლობს თავის სხეულში, რომ ვერ იყვიროს.
შოკისგან ხმა ვერ ამოიღოს და სრული უძალობის განცდა კონდეს სხეულში და ვერ მოძრაობდეს. ოღონდ ეს ადამიანებს ემართება და არა მხოლოდ გაუპატიურებისთვის, მაგალითად მიწისძვრის დროს, ავარიის დროს, ომში, სხვა მარტო ადამიანებს არ ემართება ცხოველა, ცხოველებს ზოგადად ყველა ცხოველს ირმებს განსაკუთრებით, კი. არა მარტო ირმებს, ხეებს, ავი ბევრზე მინახავს ხო ვიდეოები რომ დაგუგლო, ავის იპოვი რომ შეშინების მომენტში არის ცხოველთა გარკვეული კატეგორიები და ადამიანების ბიოლოგიურად და მეცნიერულად ცხოველთა კატეგორიას გამეკუთვნებით, ყველაზე განვითარებულებს ხადია. ეგ არის ინსტინქტი რა, ანუ ბუნებრივი ინსტინქტი არ სწორია თუ არა ეს იყო ხო, ბუნებრივად გემართება რა, ეგ არის შენზე დამოკიდებული, ხო, რეაქციაა რა, მოდი ესე ვთქვათ, თავდაცვის. კი. ეს თავდაცვის რეაქციაა რა. კი. აი ეს ზოგ ცხოვრებს ძალიან უყვართ რომ მომკარუნო თავი. იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ცხოველი თავს მოიმკვდარუნებს, გადაურჩევს. მართლ რეალურად გადაურჩევს სხვადასხვა სახიფათო სიტუაციას. რამეს რო გაიგებ შოკის გავშეშთი ადამიანს. ანუ გააქეგე რა ადამიანის შოკისგან გაშიშდე. და ეგ ჩვენ ყველას ესმის მე მგონი. ანუ ესე რო ვთქვათ, ესე იგი. ანუ რო შევაჯამოთ, ასე გამოდის რომ ჩვენ ადამიანს ვუკრძალავთ რიგ ძალიან მატრამვირებელ და სტრესულ და საშიშ მდგომარეობაში ქონდეს მისი ბუნებრივი რეაქცია, როგორც არის მაგალითად გაშიშა. ხო, მაგრამ მოდი მე პირიქით შემოვალ ხა მე რა არის აქეთ არსებული არგუმენტები დავარქვათ და შიშები დავარქვათ, არ ვიცი, ხო? აი ეს რაც გავრცელებული მითი რომ ეხლა წინასწარ წერილობით თანხმობას ხო არ ავიღებთ სქესობრივი აქტის წინ და ამაზე ეხლა როცა ეს არგუმენტი მსმენია და მისაუბრია მათთან აი ბევრი მამაკაცგან გამიგია მაგალითად რომ ეს საერთოდ კლავს ესეთი თანხმობის წინასწარი მიღება რომანტიზმს, რომანტიულობას ამ ურთიერთობაში რა რომ რაღაც აი როგორია რომ წინასწარ ნაცვლად იმისა რომ ელაპარაკო ადამიანს პრელუდია რასაც ქვია ხო სიყვარულზე რაღაც ამის გაზრდაზე ამის ნაცვლად იწყებ რომ რაღაც ფორმალური დოკუმენტები შევსებით ხარ დაკავებული ხო? ნუ თანხმობის მიღება ფორმალურ დოკუმენტს ცხადია არ ნიშნავს. ხო, იქ ვახსნათ, კარგად, თანხმობა რას ნიშნავს? თანხმობა შეიძლება გამოიხატებოდეს ვერბალურად და შეიძლება გამოიხატებოდეს არავერბალურად. რეაქციით საპასუხოდ როგორ იქცევა ადამიანი, ხო? შენ რომ ამას აინიცირებ, იქით მაგალითად რამდენად აქტიურია თვითონ და ასე შემდეგ და ბევრნაირად შეიძლება გამოიხატებოდეს, მაგრამ უბრალოდ მან ერთი მთავარი შეცდომა სურო წერილობით აიღო თანხმობა. ესეც ვერ გიშველის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ქალსაც, უფლება აქვს, რომ შუა აქტის დროსაც გადაიფიქროს და უამრავი რამე შეიძლება მოხდეს, რატომაც ადამიანს შეიძლება აღარ უნდოდეს ამისი გაგრძელება და მაშინაც კი თუ მას წერილობით აქვს გაცემული დოკუმენტები მეც უტრირებულად ვამბობ ხელიც რომ მქონდეს მოწერილი და თუ მან გადაიფიქრა ნებისმიერ მომენტში ცხადია მას აქვს უფლება რომ მან მაგას ამბობენ რომ კაცო მე რო გადაიფიქრა სად გავიგო იქ გადაიფიქრა არ ანუ ეგ არის რაც თითქოს აი ეს მაბნევს მე როგორც პოტენციალურ პარტნიორს მაგ ხალხმა მარტივად რო ვთქვათ არ იცის როგორ მუშაობს კანონი ზოგადად და განსაკუთრებით სისხლსამართლის კანონმდებლობა იმიტომ რომ აი ეგ რისკები არა გეტყვის კანონი უნდა იცოდენ ეგ რაც უფრო მეტად ვიცით კანონი უფრო უკეთესი არა მარტო ჩვენი პირადი უფლებების არამედ სახელმწიფოსთვისაც რა უკეთესი საზოგადოება ვართ მაგრამ რა ხდება ხო ყველა ადამიანს აქვს პირველ რიგში უფლება იმისა რომ თვითონ კი არ ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა აქეთ უმტკიცონ რა გაუპატიურება არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასამტკიცებელი დანაშაული იმიტომ რომ მაგ დროს მტკიცებულების რაღაც ერთობლივობა ისედაც ვერ აგროვებ ეგ ერთი მეორე ეგეთი რაღაც ანუ გაუპატიურებასთან დაკავშირებით მსგავსი რაღაც ბოროტად გამოყენების რაღაცა რისკები შეიძლება არსებობდეს ისეთ ქვეყნებში შეიძლება ეგეც როგორც არის რა ვიცი შვედეთი შოტლანდია და ასე შემდეგ სადაც ეს ქალებს დიდი მხარდაჭერა აქვთ მთლიან პროცესის განმავლობაში ჩვენთან განაჩენები რომ შეისწავლო და ამაზე სახელმწიფოსაც აქვს ძალიან კარგი ანგარიშები როგორ რა ხდება სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე არაფერს არ იჯერებენ არავინ არ იჯერებს ამათ არც მოსამართლე არ იჯერებს აი შეხწევა რო არსებობს ელემენტარულად მაგალითად რა რაღაცა სხეულში და ასე პენეტრაცია რო არსებობს მაგ დროს არ იჯერებენ რომ გაუპატიურება მოხდა ადამიანს რო აქვს სახეზე სილურჯეები
ჩალურჯებული სახე რო აქვს, მაგას არ უჯერებენ, რომ ეგრე მოხდა. ნამყოფი როცა ამ ქალებს კითხავს კაუზებზე. ანუ რეებს ეკითხება საერთოდ, მაგრამ მე ყოფილვარ მონაწილე ეხლაც დაზარალებულს ვიცავდი. ეგ ის არის შესწავლი, უქმები არის შესწავლი, რაებს ეკითხებიან, შენ ამას ის რაღაცას რო წერდი და რაღაცები აბა რა გეგონა და ეს ცნობილია მოკლე კაბი. ზიანი ორგაზმის დროს ხო არ მიაყენე, აი ეგ კითხვა გაუძებისგან შოკი. უარესი პოლიციის შენობაში გაუპატიურებულ ხალხზეა ლაპარაკი. ხო არ მოგეწონა, ამას ეკითხებიან და 1000 სიგიჟეებს რა. ხო და ანუ ეგ ამბავი რომ ანუ აი მე შეიძლება მიჩილოს და აბა რა ვქნა და ასე შემდეგ. ხალხო ყველაფერი ამ შემთხვევაში არის იმისკენ რომ ადამიანი რომელსაც გონივრულ ეჭვს მიიღმა სტანდარტით, ეგ სტანდარტი არ არის შეუძლია. გონივრულ ეჭვს მიიღმა სტანდარტით თუ არ დაუმტკიცე შენ იმას რომ დამნაშავეა და შენ უნდა ამტკიცო სახელმწიფომ რომ იმას თანხმობა არ ქონდა რა იდეაში. ხო, ეგ არ შეცვლილა, ეგ ისევ ასე. მე ძალიან მარტივად ვახსნათ ადამიანებს გასაგებ ენაზე. ყველა კარგად ხვდება საბოლოო ჯამში, ხალხი როდის არის თანახმაურ ურთიერთობაზე და როდის არ არის, მამაკაცების გასაგებია. არც ისე ძნელი არ არის. არც ძნელი გასაგებია ეგ ამბავი და თუ კი ამას მაინც აკეთებ, ხო, შენც იცი და შეიძლება სახელმწიფოც მოახერხოს რაღაცნაირად, რომ ეს დაგინდიქსო. შეიძლება ვერც მოახერხოს. ამიტომ ეს რაღაც მითი რომ წერილობით ვიღაცა რაღაცებს ითხოვს შენგან, არის უბრალოდ შემოგდებული, არ არის შეიძლება კარგი სიტყვა, მაგრამ ხელოვნურად გამოგონილი, აბუჩად ამგდები არგუმენტი იმ დიდი პრობლემის, რომელსაც სინამდვილეში ადამიანები აწმდებიან. ჩვენ გვაქვს ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ასევე არის დაკავშირებული სამწუხაროდ გენდერთან, რომ ქალებს არ უჯერებენ. ანუ ჩვენ ოდესაც გვაქვს პედოფილიის საქმეები, ბავშვებთან, ძალიან მიხარია რომ ამას მაინც მივაღწიეთ, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც ბავშვებს არავინ არ უჯერებდა და ძალიან ხშირად დაბობდნენ, რომ ბავშვი იგონებს და მშობელიც არ უჯერებდა და ძალიან ბევრი კამპანია ჩავატარეთ ამაზე, რომ ბავშვი ვერ და არ იგონებს. იგონებს ერთია და მოწმე ვერ იქნება საერთოდ პროცესში რომ მაგას ამბობდნენ და ეხლა ნელ-ნელა დაიწყო მოწმედ გამოძახება. და ჩვენ უკვე გვაქვს აი მართლა რაღაცას თუ მივაღწიეთ და ჯერ კიდევ შენარჩუნებული არის პედოფილიის საქმეებში კარგად გვაქვს ძალიან პატარა ცხვეპლები და მოწმეები გვყავს ძალიან პატარა ასაკის 2 წლის და 3 წლის იმიტომ რომ არსებობს და ვიცით ჩვენ ბავშვისგან ინფორმაცია როგორ უნდა მოვიღოთ და ბავშვი რო ამბობს რამეს რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ უნდა დავუჯეროთ, მე ფსიქოლოგები ამ ყველაფერს რა თქმა უნდა კიდევ გაესაუბრებიან და გეტყვიან სინამდვილეში რა არის როგორ არის რა. ქალების შემთხვევაში პრეზუმპცია არის რომ ქალი ტყუის. ინტრიგანია. რატომ? რამდენი მატყუარა ქალი ყავს სისტემას გამოჭერილი, რომელიც გაუპატიურებაზე იტყვებოდა. გინდა საქართველოში, გინდა მსოფლიოში, ამისი სტატისტიკა არსებობს. და ეს არის უკიდურესად დაბალი რიცხვი და რა თქმა უნდა ვერ დაამტკიცა. ხო, არ დამტკიცდა და გამართლდა იქ მართალი ადამიანი, პრობლემა არ ჰქონია. მაგრამ აი ეს დამოკიდებულება, რომ ქალი რომ მოვიდა პოლიციაში და თავი გაყო ამ საკმაოდ ჯოჯოხეთურ სისტემაში, რომ იქნებ როგორმე დაამტკიცოს მისი სიმართლე და აქეთ ხდება პრეზუმპცია, რომ ანუ საწყისი ეტაპი არის, რომ ხო არ ტყვი. რატო უნდა გვეგონოს, რომ ქალი ტყუის? მით უმეტეს, როცა ჩვენ ისედაც გვევალება, რომ კონტექსტი შევისწავლოთ, გავიგოთ რა ურთიერთობა არის ამ ორ ადამიანს შორის და ორივეს რა თქმა უნდა ვეკითხებით, რომ თუ პირობითად ასეთი მოხდა და ტყუის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რატო შეიძლება ის მაგალითად ასეთ საოცრებას ტყუოდეს, სრულ ჩვენებას იძლეოდეს რეალურად ციხეზე მიდიოდეს თუ ამას ვერ დაასწრებს. ციხეზე დიდი უფოს ხატკივილია მან კიდე. აი ახლა მე ბავშვობის ამბავი გამახსენდა ხა სკოლას მთავრებდი ეს პერიოდი იყო დაახლოებით. აი ესეთი კითხვა იყო, რომ ერთი ამბავი მოხდა რა, ქალი გაუპატიურეს, დასაჭერები დაიჭირეს და გაგძელა ქმართან ერთად ცხოვრება. და ამაზე იყო განხილვა, ქმარს უნდა გაეგზელებინა თუ არა მსხვერპლთან ცხოვრება. ღირსება ქონდა თუ არა შენარჩუნებული. ხო, ანუ ნახე, ქალი მსხვერპლი იყო, ცალსახად, მაგრამ ყაჩაღობის დროს გაუპატიურების მსხვერპლი იყო. და კაცი ამბობდა, რომ საღოლ მაგასო, ეხა ეს ვიხსენებ ეხლა ამას, რომ მაგალთანო მაინც ახერხებს ცხოვრებას. ანუ ესე მსხვერპლი რომელიც კიდე იქეთ არის დამნაშავე. რეტრაუმატიზაცია ხდება მისი რაღაც. ახლა ესეთი ადამიანი ეგეც სოციუმში რაღაც მიდიხარ და ყვები შენ თავზე ამას და თან
კაი, ანუ რო შევაჯამოთ ესე იგი რა, ჩვენ გვაქვს ეხა სიტუაცია ესეთი, რომ შენ თუ ხარ მოკლედ რაღაც აი ამ freeze მდგომარეობაში და გაშეშდი უბრალოდ ან გეშინია საერთოდ რომ იმხელა ეს ადამიანი რაღაც არ რა ვიცი ყბარ ჩაგიმტრიოს სამუდამოდ არ დაგამახინჯოს და რაღაცა და ვერ უწევ უბრალოდ წინააღმდეგობას, მოკლედ შენ სახელმწიფო არც გაუპატიურებულს გიძახის, არც არავინ შენსას არ იჯერებს, გარეთ მე ეს რეტრაუმატიზაციის ამბები გექნება და ასე შემდეგ და ეგ იმასაც გავიმეორებ, რომ ეს გენდერული როლებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული რაღაცა სისხლის სამართალი კაცებს აზიანებს, იმიტომ რომ მაგალითად ქართველი იურისტები საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქალის მიერ კაცის გაუპატიურება არის შეუძლებელი. ხო და ანუ არ ვიცი ხა მე ამას რა ვილაპარაკო, მაგრამ ხო მე მგონი იმ ხალხსაც უნდა ვილაპარაკოთ, ვინც დაიწყო ქალების უფლებებისთვის, ხო, ანუ პირველ რიგში ბრძოლა და ეს რაღაცები რო შეიცვალოს, ჩვენთან ვიცით ვინც არის, მაგრამ უფრო გლობალურ დონეზე რო შევხედოთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ქალებს აძლევენ რაღაცა შთაგონებას, ესე რომ ვთქვათ, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის. Ну, რა თქმა უნდა, ისევ სხვა ქალები. ისტორიული პერსონაჟები უკვე სხვათა შორის ჩვენ ხშირად ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ რაღაცა დასავლეთიდან შემოთრეულ, შემოტანილ თემებზე საუბრობ შენ, გენდერი ბაია პატარაა მოიგონა და ესეთ რაღაცებსაც ამბობდნენ ხოლმე და ასე შემდეგ და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენივე საკუთარი ისტორიის ცოდნა და მე მახსოვს როგორ გადავიღეთ ჩვენ პირველი დოკუმენტური ფილმი ბარბარე ჯორჯაძეზე, კატო მიქელაძეზე და სხვებზე და მათი ტექსტები, მათი ნაშრომები, მათი სტატიები, მათი ნაწარმოებები გამოვიტანეთ, იმიტომ რომ 100 წლის წინათ და კიდევ უფრო წინათაც კი საქართველოში იყვნენ ქალები, რომლებიც ძალიან თამამად საუბრობდნენ გაუპატიურებაზეც, ქალის ადგილზე პოლიტიკაში, ქალის ადგილზე თეატრში, ქალის ადგილზე სამხედრო სამსახურში და ძალიან ესეთ მნიშვნელოვან საკითხებს წამოწევდნენ ჩაგვრაზე, განათლებაზე. იყვნენ საუკეთესოები, როგორც განმანათლებლები იყვნენ ეს ქალები და ეს ხდება მაშინ, როცა სიტყვა ფემინიზმი არ არსებობს, ჯერ არ არსებობს, მოგონილი არ არის და ამ ყველაფერს სახელი არ ქვია, მაგრამ ჩვენ ძალიან შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ გვყავდა ქალი მოაზროვნეები, რომლებიც აი ესე მე-19 საუკუნეში გაზეთებში აქვეყნებდნენ თავის ამ მოსაზრებებს და ამხელდნენ ქალთა ჩაგვრას, ითხოვდნენ განათლებას და სხვა ბევრ უფლებას სათავისოდ და ძალიან საამაყვარო ჩვენ ესეთი ისტორია გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თამარ მეფის დროსაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ხდებოდა, რომელიც რა ვიცი, ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ არ ვიცით. მე რაღაცნაირად დავკარგეთ ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩვენ ნამდვილად ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე საზოგადოება, თავისი აზროვნებით, სრულიად დასავლური და ევროპული და ძალიან თანამედროვე, თუ ჩვენ შევადარებთ იმავე დროს სხვა ქალებს და სხვა საზოგადოებებს, აბსოლუტურად არაფრით არ ჩამორჩებოდით და სამწუხაროდ მე როდესაც უკვე დადგა კომუნიზმი და დაიწყო ასე ვთქვათ სიცრუის ერა, სადაც ყველაფერი გადაკეთდა, გადმოკეთდა და იდეოლოგიზირებული გახდა და თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება პრაქტიკულად აიკრძალა, ჩვენ ჩამორჩით განვითარებულ სამყაროს, ჩვენ მოუწყდით ჩვენ ფესვებს და ახლა რომ ამდენი შრომა გვიწევს და ახლა რომ გვაქვს ჩამორჩენა თუნდაც თანასწორობის იდეის გარშემო, თუნდაც აი ამ კანონების, რომელიც არ გაგვაჩნია, ან ახლა კიდევ რაღაცას მივაღწიეთ 10-იან წლებში, ასე ვთქვათ, 10-იან წლების ბოლოს, აი საქართველოში ესე მასიური ქალთა მოძრაობა, რომელიც 2014 წლის ბოლოს დაიწყო, იმან ბევრი რამე მოიტანა და ბოლო 1 წლის განმავლობაში ვხედავთ საოცარ რეგრესს და უკანსვლას. საზოგადოება ძალიან ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი
ხელისუფლება და ვერ წარმოადგენს ეს ხელისუფლება ჩვენ საზოგადოებას ვეღარც იდეოლოგიურად, ვეღარც ღირებულებითად და მიგვექაჩებიან სადღაცა უკუნი სიბნელისაკენ და ქალებისთვის ეს განსაკუთრებულად საშიში ველი და სივრცეა. ქალი როგორც ისედაც ნაკლებად დაცული მოქალაქე ამ საზოგადოებაში თუ მას სახელმწიფო გვერდით არ უდგას, თუ პოლიციაც კი აღარ უდგას, თუ სასამართლო აღარ არის სამართლიანი და შეუძლებელია იქ რამის მოპოვება, გამოდის რომ საერთოდ არავის იმედზე აღარ შეუძლია ქალს ყოფნა. ერთი საინტერესო რაც ახსენება იმ და ორჯერ ვახსენებ სწორად თამარ მეფე მაგალითად, ხო? თუ დაკვირები ხართ, რომ ქართულ ენაში ქალ მართლს ერქვა მეფე, აი რუსუდან მეფე იყო, თამარ მეფე იყო. დედოფალი არის რუსუდანი? მეფე იყო. ჩვენ ეს შესწავლილი ამ თემის. ანუ ენაში, ანუ ინგლისურად, ხო, king და queen, ხო? ანუ არ შეიძლება თუ ქალი მართავს queen არის რა. ანუ სქესის გამო. საქართველოს ენაში თანამდებობას ქვია მეფე და შეიძლება კაციც იყო და ქალიც იყო. კი. და ეგეც კირკისოსლანი ვინ იყო აბა? დავიცოსლანი. კი, დავიცოსლანი. არა, ხო, მეფე იყო თამარი. თამარი იყო მისი. უბრალოდ გადმოუყვანეს ეგეც სახლებია რუსუდანზე წესი არის, ხო? კიდევ ერთი საკითხი გამახსენდა წეხ მსაუბრობდით და არ მინდა გამომრჩეს აი ტრადიციებს ეწინააღმდეგება თუ არა, ხო? და იცი ეგეც უნდა ვთქვა ჩვენ რომ დრომოჭმული ტრადიცია რაც არის, რაც ცუდია, რაც საზოგადოების განვითარებას აბრკოლებს. აქ ილიას ფრაზა გჭირდება. აი ილია შეიძლება გავხსენო. ხო რა ანუ ილია ამბობს რომ კარგი კონსერვატორი ის არისო, ვინც იმ ტრადიციას ინარჩუნებს, რომელიც საზოგადოებას მომავალში ადგიაო. და კარგი ლიბერალი ის არისო, მაშინ ესე უპირისპირებდეთ, კარგი ლიბერალი ის არისო, ვისაც იმ საქმის გადმოტანა შეუძლია თავის ქვეყანაში, რომელიც მისი ხალხის საქმეს წინ წააგდებს. ანუ ეგ არის ხო, ანუ რაც კარგი ტრადიცია გვინის დაყენება ქართული წესით და ეგ უნდა შეინარჩუნოს. კარგი გადასარევი ტრადიციები გვაქვს ძალიან ბევრი ჩვენ. აი რა ვიცი, ისეთი რომ სხვებიშვა ვერც იგებდნენ და თან ჩვენ გვსიამოვნებდეს. მაგალითად სტუმარმასპინძლობის. და სტუმარმასპინძლობის როგორ იცით ან? ეხლა არის ეგეთ თქვენს რეგიონში არის თუ ეგეთ ფენომენი. ქუთაისში სადაც ცხოვრობდი და დავიბადე, გავიზარდე, თუ სტუმარი 2 დღეზე მეტი დღით მოგდიოდა სტუმრად, მეზობლები პატიჟებდნენ. კაი, კაც. მეზობლები შლიდნენ სუფრას, რომ იმას სტუმარი ყავს ჩამოსული და ჩვენ გადავიპატიჟოთო. ეგეთი რამ გაგიგია სხვაგან? ეხა დვალიშვილთან მივიდა მერაბთან ეს დანიელ კორმიე და დამპატიჟებო შენთანო ეს მოკლედ რა ესაო და კიო სხვაბა რას ვიზამო ამან და შენი ხდიო გონდო და ეს ამოხტა შავლი დადაბარო. მომინიხდის მასპინძელი რა თქმა უნდა. კი, მოდი გვინოზეს ვთქვათ ეხა. სიტყვა მე კარგი დრო მოგეცით, ფაქტობრივად 1 საათი, ცოტა მეტი, რომ დაფიქრებული ყავით ამ ღვინის შესახებ და ეხლა ბაია ღვინოსთან როგორ ხარ შენ? მე მიყვარს ღვინო. მიყვარს ღვინო, მიყვარს მშრალი ღვინო. მშრალია. მშრალია. მოდი თქო მე გკითხავთ რაღაცებს და თქვენ უფრო ისე გამისთ. მე ვიცი ამის ჩამჭრელი შეკითხვები დაიწყებთ და ის სუნია. არა, არ გეკითხეთ, მარტივ. ღოღნაშოს არომატი მაქვს ნასწავლი რომ ჟავიანობა ამ ღვინოში როგორია? მაღალი, დაბალი, საშუალო. მაღალი. არა? ჩემი აზრითაც. ხო. არ მე კი გამოსტაც კი არა ვარ, რაც თქვენი აღკვეცი მაინტერესებს. ჩემი აზრითაც. სალვა მიყვარს ხოლმე გამომცდელის. ჩემი აზრითაც წითელი ღვინოსთვის საკმაოდ მაღალია. კი ბატონო, კეთი. თქვენი აზრით ეს ღვინო რა ხნის იქნება? აი რამ ახალგაზრდა ღვინო, ანუ წლები რო თქვა 3 წლამდე, 3-დან 5 წლამდე, 5 წელს. კრიტერიუმები რა არის, როგორ უნდა მიხვდე ახალგაზრდა თუ არც ისე? ვიცი. ხო, აი არომატები უფრო ცინცხალია, თუ უფრო წასული არის სიზოეს, აი ესე რო ვთქვათ. ცინცხალი არომატები უფრო ინტენსიური, ხილები, ცოცხალი ხილები და მეორე არის უფრო აი ესე წასული. მე მგონი შუაშია. ანუ ხო, შე როგორ ხედავია? 4 ხელის მაჭურის სხვადასხვა, ხო, ანუ ახალ ღვინოს უფრო ხასხასაფერია ხო, ეს ხო ფერის მიხედვით უფრო დამჯდარია. ძველი ღვინობა საბა? ძველი ღვინო სად მოდის, რაც უფრო ძველდება, რომელი ფერისკენ მიდის? აგურის ფერი? აი, გადასარევი. სწავლობ რა. გავხედოთ წითელ ღვინოზე? ხო. მე არ მგონია რომ ეს ახლა ძალიან ახალი იყოს, რამდენი წლის არის ვერ ვიტყვი, მაგრამ არ მგონია რომ ძალიან ახალი იყოს. კეთილ რეგიონს რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ რომ აღმოსავლეთის ღვინო ეს არ არის. ხო, მეც ეგრე მგონია. ეხლა დასავლეთში ვიმოძრაოთ. კი, დასავლეთში მგონია შეიძლება ბაიას უკავშირდებოდეს რაღაცნაირად ეს ღვინო, მაგრამ არ ვიცი. დასავლეთშია ბაია მეღვინე. ხო, ბაიას არ უკავშირდება. შენ ბაიას გულის
ბაი მოგვინეც არის და არა ხო ერთი ლավ ცხოვრ რაღაცები კარგი არომატებზე სხვა რა გაქვთ რამე აი ნახილი გაგახსენათ ქლიავი ხო შავი ქლიავის ჩირი კი ჩირი თუ უნდა ცალკე თქვა ხო კი აი ეგ იყო პირველი რაღაც ცოტა კომშიც არის უფრო ახო შეიძლება ავიც მე ახლა ინდივიდუალურია უფრო რაღაც მაყვალი მე მგონი არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დომინანტი შაშვი და მაყვალი შაშვი რა გვინოა ეს ეს ბოლოში ხوار ქნათ თუ კი ბატონო ერთ საკითხი მინდა კიდე და მე მგონი შეგვიძლია გავიდეთ ფინალში ეხან საბამ საუბრობდით აი რაღაც ეს მუხლის შემოტანა კარგია ცუდია და რაც გამახსენდა პირველივე იყო ეს იყო რატომ აღარ არის ისეთი მასობრივი ქალის მოტაცება საქართველოს როგორც იყო მანამდე ხო ანუ რეალურად კანონმდებლობის ერთი მხრივ გამკაცრება და მეორე მხრივ ახსრულება საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა კულტურაზეც ანუ ეხლა რო ვინმე გაიგოს ქალი მოიტაცეს მე ალბათ რა ვიცი გარდა იმისა რომ კრიმინალად აღვიქვამ როგორც ადამიანი არანაირი სრული არ გამიჩნდება იქ ან მისვლის ან მილოცვის ამორალურად იქ როცა ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში არაერთ კონსოლში ყოფილვარ სადაც ქალი იყო მოტაცებული და მაშინაც კი როცა არაფერი მოსატაცებელი არ იყო ეს რაღაც რიტუალურად სრულდებოდა რომ ეს ყოფილიყო ამას ახლა ალბათ ჩვენი შვილების თაობა უკვე ვერც გაიგებს აშენებს ქალის მოტაცება ან როგორ შეიძლება იქ რამე მონაწილეობა მიიღო მაგრამ ჩვენი მათ შორის აი ხა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის ცხოვრების ნაწილი იყო ესეთი ცერემონიები და ეს დაიძლია მაგრამ არის ახლა მეორე დიდი გამოწვევა რომელშიც ახლა საზოგადოებას ვეჩეხებით და კითხვები რომ ერთი ეს არის ფემიციდის ძალიან ბევრი შემთხვევა როდესაც რას ნიშნავს კიდე კარგად რო ახსნათ ხო ქალის კვლელობა ხდება, ოღონდ არა იმიტომ როგორც საბამ თქვა რომ სესხი არ გადაიხადა და ესეც რა თქმა უნდა კვლელობა, არამედ ქალობისთვის ესეთი ტიპის დანაშაულები და მეორე ძალიან ქალობისთვის ანუ აი იმ დადგენ გენდერულ ნორმებს რომ ქალი არ შეიძლება ხო ანუ 9 საათის მერე გავიდა და არჩენ უთხარი მოკლეკაბი არ ჩაიცვა და რო ჩაიცვა აღარ ამექნა სიტყვა შეუბრუნა რაღაცა არ დამიჯერა ყველაზე მეტი არის რომ ანუ კონტროლი ვერ დავამყარე მასზე ერთი ეს საკითხი დავსაჯე და მეორე არის რომ აი ეს გავრცელებული მითი თუ არ ვიცი მითია თუ არ არის რეალურად თუ შეიძლება რა სამი სხვა რამის ინდიკატორია რომ ასობით ან ათასობით კაცი ჩასვეს ციხეში მითი არის გამოგონილი ბრალდებით ხო აი ეს და ეს არის ვიღაცების ბრალდი აი ამ ორ საკითხზე მინდა რომ რაღაც ცოტა მეტი ვისაუბროთ იმიტომ რომ ეხლა მე რომ წამიკითხავს რაღაც ეს ერთი ეს პოზიცია, მეორე კონკრეტული საქმეები, მათ შორის ეს ოჯახში ძალადობა ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. ხო, მეც მინახავს ძალიან ახლოდან ეგ რაღაცეები და ადამიანები ვერ აღიქვამენ, აი ეს ნახე მარტო კანონის პრობლემაც კი არ არის, ვერ აღიქვამენ ეს ძალადობა, რატოა ძალადობა. აი ეს პრობლემა. აი როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს საკითხები. საკმარისია სისხლის სამართალი, რაღაც სხვა რაღაცებია გასაკეთებელი. ძალიან ხშირად გავიგებთ რომ აი თქვენ რო ამაზე დაიწყეთ ლაპარაკი, იმიტომ კლავენ ახლა ამდენ ქალს. ეს თქვენი ბრალია და ამ კაცებს რო ციხეში უშვებთ, იქედა რომ გამოვლენ ნასამართლოები, ეს ოჯახს უშველის, ეს იქნება კარგი ოჯახებს რო ანგრევთ. აი ეს კითხვები არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატუსი როცა აქვეყნებდნენ იმ დროინდელი მოკლედ ეს არის სადაც 3 ან 2 წლის წინანდელი ზუსტად არ მახსოვს მოკლედ 5000-ზე მეტი ადამიანი ყავდათ დაკავებული წლის განმავლობაში 126 პრიმა მუხლზე ეს არის ოჯახში ძალადობა მოკლედ და ჩვენ გქონდა ერთი პერიოდი ახლა აღარ არის ეგ მაგ ხელა ყურადღებას აღარ აქცევენ ამ მუხლს მაგრამ ერთი პერიოდი გქონდა ეს პენტენციური სტატისტიკით რომ დაახლოებით ყოველი მე-4 ადამიანი თუ მე-5 ადამიანი ციხეში ვინც იჯდა 126 პრიმა მუხლზე რაც არის ოჯახში ძალადობა რაზეც ბაიამ წერან თქვა რომ 90% ამ დანაშაულის ჩამდენებისა როგორც წესი არის კაცი და ნუ 85% არის მსხვერპლი ქალი ხო თუმცა მან კიდე ცალკე პრობლემებია რომ კაცები არ აღწერენ და არ მიმართავენ სტიგმების გამო და ეგ არის ასევე კაცი მსხვერპლი არ მიმართავს გენდერული როლების ამბავი
მაგრამ ხო, ეგ მაგაზე ალტინფოსაც ქონდა ეგეც გენდერის ამბავია. იმიტომ რომ კაცისთვის სუსტის გამოვლინება დაუშვებელია და ამიტომ ითმენს. ხო, ანუ ალტინფოს ქონდა ერთ პერიოდი ამაზე ძალიან დიდი კამპანია აგებულია, ეს საჯიშე ბიჭებს უშვებთ ციხეში, რომ აი ქალის ერთი დასმენა და მორჩა და მე მაგას მოყვა ისიც რომ აი ამბერ ჰერდმა უჩივლა ჯონი დეპს და ნუ იქ აღმოჩნდა ხო ანუ შეიძლება მართლა ვიღაცა ქალმა ტყუილად უჩივლოს კაცს გამართლა ის კაცი ბოლოს და ბოლოს ხო ანუ რაფერი განსაკუთრებული მაგაში არ იყო მე ასევე იყო ჩვენთან უფრო რელევანტური რაც არის ბასილაშვილის საქმე ოღონდ მაგის სიღრმეში რა შევიდეთ რასაც ვერ იგებდა ხალხი მაგ დროს არის ეკონომიკური ძალადობა რომელიც ფიგურირებდა მაგ საქმეში და რა არის ეს ეკონომიკური ძალადობა კაცმა თავისი ფული ვერ უნდა დახარჯოს და რაღაცა და ხო აი საბოლოო ჯამში კითხვა არის რომ ეს სისხლის სამართლებრივი გზები ალბათ არ არის საკონში და რა შეიძლება დაემატოს და ეს ძალადობის სხვადასხვა ფორმები, რასაც დიდად ცნობადობა არ არის, ხო? აი ეს ეკონომიკური ძალადობა რა არის, აი ფსიქოლოგიური რა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. ჩვენ რომ ვლაპარაკობთ გენდერზე და გენდერულ როლებზე და ვამბობთ რომ ერთია ქალის გენდერული როლი, რომელიც ქალს სუსტის პოზიციაში ამყოფებს. მეორე არის კაცის გენდერული, რომელიც კაც აგრესორის პოზიციაში ამყოფებს, რომელმაც ყველაფერი უნდა დამალოს, რაც მიტნაკლებად სისუსტესთან არის, ან ემოციებთან არის დაკავშირებული და კაცებში მიღებულია, რომ არ იცოდეს ბრაზის მართვა, მიღებულია, რომ იყოს ზედმეტად აგრესიული, მიღებულია რომ მან არ იცოდეს მოლაპარაკებით პრობლემის გადაჭრა, ანუ შედარებით უფრო ცივილურად პრობლემის გადაჭრა. მეორე პრობლემა არის ის, რომ აი კაცების გენდერთან დაკავშირებით, ანუ ჩვენთან საზოგადოება რატომღაც არ არის ჯერ კარგად და ყველა შეთანხმებული იმაზე, რომ კაცსაც შეუძლია დაშორტდეს ამ ქალს და საერთოდ არ არის ვალდებული იყოს იმ ქალთან, ვისთანაც გარკვეული პრობლემები აქვს. სულ არ არის ვალდებული ბოლომდე შეინარჩუნოს და იცხოვროს ადამიანთან, ვისაც ვერ იტანს. პირდაპირ დავარქვათ სახელის ძულს და ვერ იტანს. ყველა ეს ფემიციდი არის უკიდურესი სიძულვილით ჩადენილი დანაშაული. პირდაპირ არანაირი ეჭვიანობა ეს არ არის და არანაირი სხვა შემალამაზებელი სახელები არ. ეს არის ძალიან ღრმა სიძულვილით ჩადენილი დანაშაულები და კაცებიც უნდა იცოდნენ რომ არ არიან ვალდებულები რომ ამ სიძულვილში იცხოვრონ და როდესაც ვერ აეწყობა ურთიერთობა და აღარ აქვთ მაგალითად თუ როდეს მექონდათ სიყვარული რომ აქედან უნდა გამოვიდეს და ეს მისი წაგება და კაცობის დაკარგვა არ არის. მან ის მეორე არგუმენტიც ვარ სიძულვილი რატო მიყვარს და იმიტომ ცემ. არა, ვისაც უყვარს ის არ ცემს. თუ ცემ, ესე იგი უძულს. სინამდვილეში ცდილობ მის დაჩაგვრას, დამორჩილებას და ვინც გიყვარს, იმას პატივს ცემ და ის შენ ნაცემი დაჩმორებული და რაღაც გაუბედურებული არ ჭირდება იმის ყურება, იმიტომ რომ მტკივნეულია საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყურება. ამიტომ ეს რაღაცა არევაც ხდება ხოლმე სხვათა შორის იმისი, რომ რაღაცა სიყვარულს ეძახიან ძალიან ტოქსიკურ და ბევრ პრობლემას, ბევრ მავნებლობას, ეს კონტროლს მაგალითად, ხო? ზოგჯერ ხოთშორის გოგოებიც ძალიან არეულები არიან ხოლმე, ზოგი ამბობს, რომ არ ეჭვიანობს და იქნება არ უყვარვარ. ვაიმე. ანუ რატო უნდა იეჭვიანოს? აქვს საეჭვიანო? და თუ აქვს საეჭვიანო, რა ვიცი, შენ თვითონ უღარი და დაშორდი და დაიშალეთ მაშინ. როგორც იმის ეჭვიანობს, იმას საეჭვიანო არ აქვს ხოლმე, მაგრამ აი საეჭვიანობები. ხო. აუ, ბაია არის ძალიან აქტიური ხოლმე, ოღონ არ მკითხოთ საიდან ვიცი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, ეს ქალების ჯგუფში რა და აი ყველას აძლევს ამ რჩევებს და მოკლედ ძირითადად ძალიან ესე ჯანმრთელ ჯანსაღრჩევებს აძლევს ხოლმე რომ ხალხო რა ეჭვიანობა მოდი ვიცხოვროთ ყველამ ერთად რაღაცა მსგავსი მშვიდა თუ კარგად ვართ ერთად ვიყოთ თუ არა ვართ კარგად დავიშალოთ რა საჭირო არის სახის ჩამოხევა ერთმანეთისთვის იმიტომ რომ მართალია ქალი შეიძლება ფიზიკურად ვერ სცემდეს კაცს, მაგრამ რა ვიცი, ცხოვრების გამწარება ორივეს ძალიან კარგად შეუძლია ერთმანეთისთვის და ტოქსიკურები ორივე შეიძლება რომ იყოს. გვერდით რა უნდა გაკეთდეს კიდე მოკეთეს მინდა რომ ანუ მე მგონია რომ სისხლის სამართალი შეიძლება სისხლის სამართლით მოგვარებული პრობლემა არ არის მოგვარებული პრობლემა ჩემი აზრით რა. სისხლის სამართალი არის ultima ratio. ეს არის ნაჯახი, უკანასკნელი საშუალება, როცა სკალპელით და მართალია. ეს არის ბოლოს საშუალება პრაქტიკულად. სხვა რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ეს ორი ყველაზე დიდი პრობლემა, ოჯახში ძალადობა, ჩემი აზრით და ფემიციდი, რომელსაც მკვეთრად გამოხატულია, რომ ეს პრობლემები დაიძლიოს. მაგ ორივეს საფუძველი აქვს ერთი. ამ პრობლემას აქვს ერთი საფუძველი. ეს არის ქალის არათანასწორ არსებად აღქმა.
სანამ კაცებს გონიათ, რომ თვითონ არიან უპირატესი არსებები და ქალები მათი საკუთრება არიან და მათ უნდა ემორჩილებოდნენ, თავიანთ ქალებზე ვამბობ, ცოლებზე, შვილებზე და ასე შემდეგ. სანამ აი ეს დამოკიდებულება არსებობს, რომ ოჯახში უფროსი მე ვარ და შესაბამისად თქვენ ყველანი ხართ ჩემი უმცროსები ან თლად შინაურ ცხოველებამდე დაყვანილი ადამიანები, აი ამ აზროვნებიდან მოდის ის, რომ მე შემიძლია დაგსაჯო, მე შემიძლია გაწამო, მე შემიძლია მოგკლა, მე შემიძლია ვიყო შენი მმართველი და მაკონტროლებელი თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ შენ დიდად არ განსხვავდები აი ამ ჭიქისგან, რომელსაც თუ ჩემი ავდგები და გავტეხავ და პასუხსაც არავინ არ მომთხოვს, ხო? აი ეს დამოკიდებულება, ანუ აი ეს უთანასწორობა, აი იდეურად და არსობრივად ამ ძალადობებს ესეთი სპეციფიური გენდერული ტიპის ძალადობებს ეს უთანასწორობა უდევს საფუძველში და შესაბამისად ჩვენ თუ გვინდა რომ ეს დანაშაულები შემცირდეს და სისხლის სამართალი იყოს მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში გამოყენებული და არა ნომერ პირველი დანაშაული საქართველოში, მაშინ აი ეს მენტალიტეტი, დამოკიდებულება, გენდერის, როლების, სოციუმის მიმართ აი ეს უნდა შეიცვალოს. კაცებმა უნდა აღიარონ რომ ქალები არიან მათი თანასწორები და რომ ცოლები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ნებისმიერი ქუჩაში მოსიარული ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოძალადე კაცი თავის ცოლს უტყავს, მეზობლის ცოლს არ დაარტყავს და გამლელს და სტუმარს და ასე შემდეგ. ეგ ვიცით, რომ ანუ იდეაში ოჯახში ძალადობას გვავანებთ, გაუპატიურებას, ან პედოფილიას, ესე მძიმე დანაშაულები რაც არის, სამწუხაროდ და შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ 70-დან 80%-ამდე შემთხვევები და ეს არის სტანდარტული ყველა ქვეყანას შორის, ჩადენილი არის იმ ადამიანის მიერ, ვინც ან ოჯახის წევრია, ან კიდევ იცნობს. ხო და ამიტომ ხო ეგ თვითონაც უნდა აღიარონ, მაგრამ მეც მივცემ მაინც თავისუფლებას და ეს რა ქვია mansplaining-ს მივეცემი აქ და ვიტყვი რომ კაცებმა რო აღიარონ ეგ ხო, მაგრამ ალბათ სახელმწიფომაც კიდე ცალკე უნდა დანერგოს რაღაც სოციალური სერვისები ხო, იმისთვის რომ ქალებს მაგალითად არ ვიცი იმ სოფლებში თუნდაც სადაც ის FGM-ის პრაქტიკები იყო თუ კიდევ სხვაგან ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა რომ თუნდაც ჩვენთან მოვიდნენ და რაღაც თავის პრობლემებზე გელაპარაკონ და მე სახელმწიფოს ისევ სერვისების გამოყენებით თავიანთ თავს უშველონ. მეც მაქვს ერთი კითხვა ბაიასთან და ეს კითხვა იქნება რომ აი ხა ჩვენ გვესმის რომ აი ეს მსხვერპლები ვინც არიან ძალადობის, ფემიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები ასე შემდეგ ვინც მოდიან შენთან და ყველაფერი. აი მაგათი ინფორმაცია რომ მოგთხოვოს ბატონმა ჟაჟდენ კუპრაშვილმა ნებისმიერი ფორმით რამდენად მოთხოვს არა მოთხოვა. ხო, აი რამდენად ხარ მზად რომ ეგ ინფორმაცია გაუზიარო? არავითარ შემთხვევაში ამ ინფორმაციას ჩვენ არავის არ გავუზიარებთ. შეუძლია ჩვენს ბენეფიციარებს ადამიანებს ვისაც დავხმარები ვართ და ზოგ შემთხვევაში ეს კაცები ყოფილან და ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კაცებიც ქალებისთვის ეძებენ გამოსავალს, მათი ახლობლებისთვის და გვირეკავენ, გადიან კონსულტაციებს და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციების უდიდესი უმრავლესობა ნაწილი მიზანმიმართულად გავანადგურეთ, მას შემდეგ რაც მიიღეს რუსული კანონი და ვიცოდით რა გზასაც დაადგებოდნენ რომ ერთ შენი ერთ დღესაც შეიძლება უბრალოდ შემოვარდნილი იყვნენ და გაეტაცებინათ ჩვენი კომპიუტერები. ამიტომ განადგურებული არის არქივი და ფიზიკურად არ არსებობს ეს ინფორმაცია, ხოლო ნაწილი ინფორმაციისა, რომლის განადგურებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ სამართლებრივად არის მნიშვნელოვანი, ინახება თვითონ ამ ბენეფიციარებთან სახლებში და არა ჩვენთან და ყველა სხვა, ასე ვთქვათ, შესაძლო უსაფრთხოების ზომები ჩვენ გატარებული გვაქვს. ანუ შეუძლიათ ისევ მოგმართონ. აუცილებლად უნდა მოგმართონ, თუ მათ ეს სჭირდება, ჩვენ ჯერჯერობით ვაგრძელებთ ფუნქციონირებას. მე უბრალოდ გულიმწყდება იმაზე, რომ რეალური მიზანი რატოც რაჟდენ კუპრაშვილი მოგვადგა და რატოც გვერდჩის რუსი ივანიშვილის ხელისუფლება, ეს არის საბოლოოდ არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო სექტორის მოკულა და განადგურება, როგორც ეს განადგურდა რუსეთში, როგორც ეს განადგურდა ბელორუსში, იმიტომ რომ სრულ ავტორიტარიზმში არასამთავრობო ორგანიზაციები უბრალოდ არ არსებობენ და მაკრიტიკებელი ხმები და მომჩივანი ადამიანები არ არსებობენ და სამწუხაროდ ეს არის მათი მიზანი და შეიძლება არაუშუალოდ რომელიმე პირის პირადი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც შეიძლება სხვანაირადაც მოახერხონ.
და შეიძლება საფარი აღარ იყოს მალე საერთოდ ორგანიზაცია, იმიტომ რომ თუ მას დახურავენ, დააყადაღებენ, როგორც ორგანიზაციული ფორმა გაქრება, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ფორმები დარჩება, რა ფორმები გვექნება იმისთვის, რომ მაინც ვარსებობდეთ, მაინც ვიფუნქციონიროთ და რაც მთავარია, იმ ადამიანებისთვისაც ვიფუნქციონიროთ, რომლებსაც არ აქვთ სახსრები დაიქირავონ ადვოკატები. ჩვენ დღეს მდგომარეობით ყველას უფასოდ ვემსახურებით, სულ ერთი ახლა ადამიანი მილიონერია თუ უსახკარო არის, ყველას უფასოდ ვემსახურებით. მერე შეიძლება შეიცვალოს ეს სქემა, მაგრამ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველებს და ხელმოკლე ოჯახებს მიესვლებოდეთ ადამიანებთან, ადვოკატებთან, ორგანიზაცია თუ არ იქნება რაღაცა დაჯგუფებებთან და სხვა ქალებთან იმისთვის რომ ელემენტარულად გადარჩნენ. აქ საუბარი არის გადარჩენაზე და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო რომ ყველაფერი რო უარესდება პოლიციის მუშაობაც რიგ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე თავისით მიდის პოლიციაში, სამწუხაროდ უკვე შეინიშნება გაუარესება, განსაკუთრებით შეინიშნება გაუარესება პროკურატურის მუშაობაში და ეს ყველაფერი შეიძლება დამძიმდეს და ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს კარგი ადვოკატი. მე მესმის, რომ შეიძლება და ყოფილა უამრავი შემთხვევა, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ სამართლიანობისთვის ვერ მიგვიღწევია, მაგრამ სამართალი გვიძებნია და გვიპოვნია გაეროში, სტრასბურგის სასამართლოში და ძალიან ხშირად მსხვერპლისთვის აი ამ აღიარებას თერაპიული ეფექტიც კი აქვს. მადლობა, ბაია, ამ საინტერესო საუბრისთვის. მე მგონი თითქმის ყველა ეს კითხვა, რომელიც დღის მდგომარეობით შეიძლება არსებობდეს, დასმული იქნა. ადამიანებმა რომ კარგად გაიგონ ბოლო ნაწილზე საუბარია რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა რუსული კანონების ეფექტიანად ამოქმედება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რადგანაც მათ ერთგვარად ხელშეიჭხირებათ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და ეს საქმე მათ შორის დაკავშირებულია იმასთანაც, რომ მოქალაქეები დაცულად გრძნობდნენ თავს ვიღაცას, როცა სახელმწიფო მათ აღარ ეხმარება, ვიღაც ყავდეთ სხვა მოიმედე და თუ ეს მოიმედების გაქრება, ისინი სახელმწიფო ავტორიტარულ რეჟიმში ფიქრობენ, დამორჩილდებიან საბოლოოდ სრულად ხელისუფლებას. ამიტომ ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებობდეს ორგანიზაციები, რომლებიც მათ კომაგები როარსებენ და რომლებშიც შეეძლებათ მივიდნენ და საკუთარ პრობლემებზე ან საკუთარ უფლებებზე ილაპარაკონ. საკითხი თავისთავად დიდია, ამ საკითხს სამწუხაროდ დღეს ვერ ამოვწურავთ. გზებზე შეიძლება ვისაუბროთ, განსხვავებული მიდგომები არსებობდეს და აზრები როგორი შეიძლება იყოს გადაჭრის გზა, მაგრამ თავარზე თანხმდებით, რომ ეს პრობლემებად არსებობს და მათ გადაჭრა ჭირდებათ, მათ შველა ჭირდებათ. ეს იყო დღეს რაც გვინდოდა, მე მგონი ვესაუბრა, ეხლა რო არის რომ ღვინოზეც გავხსნათ, ეს ვთქვათ რომელი ღვინოა. განხუთვა. განხუთვა, თუ როგორ განხუთვა რაღაც ახალი სიტყვა. ეს არის მოკლედ იმერეთი, სწორად გამოვიცანით. ისე ოცხამერის საფერე. Come on. ამირან ვებხვაძის მარანი არის, ამირანის ესტაფონის მუნიციპალიტეტში აქვს ვენახები, შესანიშნავი მეღვინეა, შესანიშნავი მევენახია ამავდროულად. მე მქონდა ვერსია, რომ იმერეთი მეთქვა, მაგრამ ვერ გავიგე. ხო. ეს არის 2018 წლის ღვინო, ანუ 7 წლის ღვინოა, საკმაოდ ვიტყოდი, რომ ოცხამური საფერისთვის იშვიათია ეს ღვინოები. და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ამირანის ღვინოები, როცა ოცხამურ საფერეთს ეხება საკითხი და ის ნატურალური ბუნებრივი მეღვინეობის მიმდევარი არის მცირე მარნით და როგორც მის შესანიშნავი ღვინოებით შეგიძლიათ დათქვეთ, ასევე რაღაც ამირანთან სტუმრობაც ყოველთვის სასიამოვნოა. მოგეთ მადლობა ამირანს ამ ღვინისთვის. შეფასებები დამავიწყდა რომ ეკითხა. გადასარევი. ისეც ცხადია. და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ვინც გვიყურა დღევანდელ პოდკასტში, მათაც მადლობას გადაუხდი. თუ კი რამე შეკითხვა გაგიჩნდათ იმ საკითხებზე, რაზეც ვისაუბრეთ, ან განსხვავებული პოზიცია გაქვთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ YouTube-ის ქვეშ ლინკზე, ხოლო არხის გამოწერით, მისმინეს გამოწერით, ყოველ პარასკევს 22 საათზე, როდესაც ჩვენი პოდკასტი დაიდება, შეტყობინება მოგივათ, რომ ჩვენი პოდკასტი დაიდო და შეგიძლიათ თვალი გვატევნოთ. მადლობა.